მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს გიბრუნდებით ისეთი ეპიზოდით, რომელიც ასე ცალკე განყენებული თემა არ არის და არის ციკლის ნაწილი და ეს ციკლი არის საქართველოს სამეფო კარის თამაშები, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეპიზოდების სერია, რომელიც ძირითადად თქონდა შუა საუკუნეებს შეეხება საქართველოს ისტორიაში და დღევანდელი ნაწილი, ამ შემთხვევაში სამეფო კარის თამაშებისა იქნება და შეეხება რუსუდანისა და ლაშა გიორგის მეფობის პერიოდს, ქრონოლოგიურად დავალაგებთ ლაშა გიორგისა და რუსუდანის მეფობის პერიოდს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს აქ საშინაო პოლიტიკაზე უმეტესწილად, ვინაიდან სამეფო კარის თამაშებში ზუსტად აი აქ საშინაო პოლიტიკა, ინტრიგები და ასე შემდეგ ეს არის ძირითადი წამყვანი საკითხი. ჩვენი პოდკასტის მთავარი პარტნიორი არის TBC, ხოლო ახლა წარგიდგენთ სტუმარს, რომელიც ვინც ხშირად დიდი ხანია გვისმენს და იცის მწარე პოდკასტი, ყველა იცნობს ნიკა შონიას, ისტორიკოსს, რომელიც სამეფო კარის თამაშების მუდმივი სტუმარი არის და ეს სერია ფაქტობრივად აი ჩვენ რაღაცა ერთობლივად ყოველთვის ერთად მიყვავს ხოლმე. მოგესალმებით ნიკა და ძალიან მიხარია რომ აღვადგინეთ და გავაცოცხლეთ აი ეს ძალიან საინტერესო ციკლი. გამარჯობა, მივესალმები მსმენელს, ნამდვილად დრო იყო უკვე, რომ ამ სერიაში ახალი ეპიზოდი ჩაგვეწერა და რა იმედია სხვა ეპიზოდებივით მეტი თუ არა ნაკლები არ იქნება ეს ეპიზოდი. ხო, იცი რა, წყაროებზეც არის ხოლმე დამოკიდებული დიცილად რამდენი და როგორ გამოვა, ხო? იმიტომ რომ ზოგიერთ თემაზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, მეტი დეტალის საშუალება გვაქვს და ზოგზე უფრო ისე ნაკლებად რა და შესაბამისად აი ამ პერიოდზეც ვერ ვიტყვით რომ ბნელია სრული და არაფერი არ ვიცით ხო, მაგრამ ქართული წყაროები არც ისე მდიდარია, პრინციპში შეგვიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ამ თამწერელიც კი, რომელიც თავარი მემატიანე არის მაინც მე-13-მე-14 საუკუნეებისა, უფრო შემდგომ პერიოდში მონღოლთაგან დაპყრობილი საქართველოს პერიოდს უფრო ხატოვნად აღწერს თითქოს და ვრცლად შედარებით, ვიდრე მის წინარე პერიოდს, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც მიუხედავად ამისა, ის არის აი ლაშა გიორგისა და რუსუდანის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიკოსი. ამავე დროს ლაშა გიორგის მემატიანესთან ერთად, ხო, რომელიც სახელიც ასევე არ ვიცით ჩვენ, როგორც ტრადიცია, საერთოდ შუა საუკუნეების ტრადიციაში ასე არის, ხო, სახელები არ ვიცით ისტორიკოსების უმეტესწილად. ნამდვილად არც ეს ჟამთაღწერელიც ჩვენ დავარქვით, რომ რაღაც არ ხმეოდა, ისე როგორც მაგალითად დავითის ისტორიკოსი და ასე შემდეგ და სწორედ ივანე ჯავახიშვილმა დაარქვა მგონი ჟამთაღწერელი, აი იმიტომ რომ წერს რომ ისტორია ჟამთაღწერლობაო, ან თვითონ ამბობს რომ ეს არისო რა და მაგით. თავის საქმიანობას ასე ვთქვათ ხალხს უსვამს და საქმიანობის მიხედვით მე დავიწყეთ რომ ეს გადავწყვიტეთ რომ ესე დაგვეძახებინა მისთვის. ხო და წყაროს რაც შეეხება კი თავარი წყარო ჟამთაღწერელია და თავარი ამოსავალი წერტილიც ჩვენთვის რა თქმა უნდა იქნება ეს ტექსტი და აი მსმენელს აქვე თავიდანვე ვეტყვი რომ აი ჩვენ უბრალოდ ჟამთაღწერელს ამბებს კი არ გავყვებით, შევეცდებით რომ აი თითქოს ერთი შეხედვით უბრალოდ ამბავი რომელიც არის მოთხრობილი კიდენ ამოვიდეთ და რაღაცა ის რეალობები იმ სახელმწიფოში არსებულ იმ პერიოდში სახელმწიფოში არსებული რეალობები ავხსნათ რა იქ მეფე ვინ არის ფეოდალებს შორის ფეოდალი ვინ არის რა ურთიერთობაშია ერთმანეთთან მეფე და ფეოდალი რას ნიშნავს ეს ურთიერთობა როგორია და მოკლედ რაღაცებს შევეცდებით რომ ამ ტექსტიდან ამოვიღოთ იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ძალიან კაფიოდ ჩანს, როდესაც თქვა დაპირისპირებებზე ან რაღაცაზე არის საუბარი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ესეთ უწყინარ მომენტებშიც შეიძლება რომ რაღაცა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცეს ამ ტექსტიდან გამომდინარე და ამ მიმართულებითაც ვფიქრობ საინტერესო იქნება ეს ამბავი. ხო, უცხოური წყაროებიც რომ თქვათ, ძირითადად იბნა ლასირი უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომელიც პრინციპში შუა საუკუნეების ყველაზე დიდი თუ არა ერთ-ერთი უდიდესი მუსლიმი მემატიანე არის ნამდვილად იბნა ლასირი. ყოველთვის ძალიან დეტალური, ძალიან საქმიანი
სოდაშორის მისი ცნობები ყოველთვის აი ყველაზე მეტად აფასებენ ხოლმე არაბისტებიც. განსაკუთრებით გოჩა ჯაფარიძეც მას ანიჭებდა ხოლმე უპირატესობას საერთოდ იბნ ალ-ასირის ცნობებს. და მეორე იქნება ასეთი კიდევ ჯუვეინი, რომელიც ასევე მე-13 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მუსლიმი მემატიანი არის და აი ის უფრო აი რუსუდანის პერიოდში, კერძოდ ჯალალედინის ლაშქრობების პერიოდზე მოგვითხრობს ჯუვეინი. შესაბამისად აი უცხოური წყაროებიც ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ამიტომაც აი ჩვენ გამოვიყენოთ როგორც ერთი ისე მეორე, შევავსოთ ინფორმაცია, გამოვიყენოთ ასევე სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ ამავე პერიოდში ჩვენ გვაქვს მიმოწერები კათოლიკურ სამყაროსთან, რომელიც რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკაზე ნაკლებად გვაწვდის ინფორმაციას, იმიტომ რომ იქ სხვა უფრო გლობალური თემები არის ხოლმე, ხო, განხილული ასეთ მიმოწერებში, როგორიც შეიძლება იყოს აი მონღოლების თავდასხმა, როგორიც შეიძლება არის ახალი ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება, ეკლესიების გაერთიანება და ასე შემდეგ, ანუ გაცილებით რომ ფართო მასშტაბიანი თემებია და აი ეს მიმოწერა ძირითადად არის აი ლაშა გიორგის, რუსუდანისა და ასევე ივანე ათაბაგს შორისაც, სხვათა შორის ივანე ხარგზას შორის, რომელიც ფაქტობრივად იმ პერიოდის საქართველოს რაღაცნაირად აი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა არის. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა კინგმეიკერიც არის გარკვეულწილად, ან მეფის შემქმნელი, ანუ მეფის მთავარი ფიგურა, რომელიც შეიძლება განსაზღვრავს ძალთა ბალანსს საქართველოში. და იმას თუ ვინ იქნება მეფე, გარკვეულწილად მასეც არის დამოკიდებული, ვინაიდან ის არის მონაპირე ერისთავი ძალიან ძლიერი, ხო? ამიტომაც აი ეს სურათი გვაქვს ისტორიული წყაროების მხრივ. და პირველად რა თქმა უნდა ჩვენ დავიწყებთ ლაშა გიორგის გამეფებით და ჯერ ის უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომ ლაშა გიორგი ჯერ კიდევ თამარის სიცოცხლეშივე უკვე თანამოსაყდრე იყო. თამარისა. ეს ტრადიცია აშკარად მე-12 საუკუნეში უკვე ჩანს, ხო, საქართველოში. განსაკუთრებით გიორგი მე-3-ს თვალსაზრისით, იმიტომ გიორგი მე-3 ხო თამარი თანამოსაყდრედ დაისვა. ამით გარკვეულწილად ის ასწავლიდა კიდევაც ალბათ მეფობას და თან საძირკველს უმყარებდა, რომ შემდგომში ეღიარებინათ, როცა ეს გახდებოდა მეფე სხვებსაც და რაღაცნაირად შეჩვეოდნენ ახალ მონარქს, ვინ იქნებოდა შემდგომი, ანუ ამ მეფის შემდეგ. და იგივეს აკეთებს თამარიც ამ შემთხვევაში ლაშა გიორგიზე, რომ ის ჯერ კიდევ მცირეწლოვანია, როცა თანამოსაყდრედ დაისვამს და მისი სიკვდილის შემდეგ უკვე ლაშა გიორგი ადის ტახტზე, აკურთხებენ მას მეფედ და მაშინვე იწყება ის პროცესი, რაც როგორც მე და შენ ადრე საუბრობდით, კანონზომიერებაა ხოლმე, ხო, ქართულ ისტორიაში. ხო, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, მე მგონი პოდკასტშიც გვითქვამს და ნუ პირად საუბრებშიც გვითქვამს, რომ ჩვენ ვერ ვნახავთ რაც აი, შორს რა წავიდეთ, რადგან საქართველოს სამეფოზე ვლაპარაკობთ, ვერ ვნახავთ ჩვენ ფაქტობრივად ვერც ერთ ეპიზოდს, როდესაც მეფე იცვლება და შიგდა რაღაცა ფორმით დაპირისპირება არ არის მოყოლებული, ბაგრატ მე-3-დან მოყოლებული რა, ნებისმიერ მეფესთან ჩვენ ვნახავთ, რომ რაღაცა მის სახელმწიფოში შიგნით სხვადასხვა ფორმით გარკვეული ტიპის გართულებები ხდება. და არც ლაშა გიორგი არ არის გამონაკლისი. ის 13 წლის იყო, როდესაც თანამოსაყდრე დაიყვანა და 5 წელიწადში გახდა უკვე თუ ასე ვთქვათ, ერთპიროვნული მმართველი და ეს 5 წლის განმავლობაში ახლა ჩვენ ამოთხოვნო თანამოსაყდრეთ, იმიტომ აყვავს რომ დაალაგოს სიტუაცია, ურთიერთობები დაამყაროს, გაიცნოს, ისწავლოს, მაგრამ ეს 5 წელი სულაც არ აღმოჩნდება საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა მართლა რაღაცა სერიოზული, ასე ვთქვათ, გავლენები მოიპოვოს. 13 წლის ბავშვმა ჯერ ერთი რა გავლენები მოიპოვოს და თან ის მაინც არ არის ერთპიროვნული მმართველი. ხო და აქაც კი ბატონო კანონზომიერად თავს იჩენს პირველი დაპირისპირებაც და ეს დაპირისპირება თან რაღაცა ნათელს ფენს იმაზე თუ როგორი სახელმწიფოა ის რომლის მეფეც ხდება ლაშა გიორგი. ახლა ესე რომ შევხედოთ სახელმწიფოს უფრო გეოპოლიტიკური მნიშვნელობით შორიდან გარედან რომ დავხედოთ საქართველოს და დავახასიათოთ ნამდვილად არაფერი აქვს გიორგის საწუწუნო თუ როგორი ქვეყანა დაუტოვა დედამ, ხო? ამას აღნიშნავს როგორც ლაშა გიორგის მემატიანე ისე ხას უსვავს ამას ჟანთა აღწერელიც რომ არის ეს ქვეყანა უშფოთველი, ყველნი მათნი ესე იგი მეზობლები არიან
მოხარკეები და ჩამოთვლილი აქვს ეს ვინ არიან ეს მოხარკეები და რო არის ყველა რო ხარობს ყველაფერი რო კარგად არის და ასე შემდეგ. ეს არის თამარი რო გარდაიცვალა აი იმ დროს რა საქართველოა და როგორი საქართველო ასე ვთქვათ დაუტოვა თამარმა ლაშა-გიორგის და აქ მივყვებით ისევ კლასიკას. ხანდახან საგარეო საფრთხე უსწრებს ხოლმე წინ მეფის ცვლილებას ხან შიდა დაპირისპირება. ნუ უარი შემთხვევაში ხა ორივე დროულად თუ დაგემთხვა ძალიან ცუდია, მაგრამ როგორც წესი, აი მეფე მოკვდა ახალი მეფეა, ან შიგნით ფეოდალები თან არის რაღაც კონფლიქტი, ან გარეშე ძალა აქტიურდება და საქართველოს ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ხედავთ ლაშა-გიორგის გამეფებისთანავე რაღაცა ფეოდალთა და ფეოდალებსა და მეფეს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, არამედ ხედავთ მოხარკე განძის განდგომას, რომელმაც ესე იგი აღარ მისცა ხარკი საქართველოს სამეფოს და აი ამ ეპიზოდიდან უკვე ჩანს მერე ის შიდა რეალობა რაც არის და მე მინდა პირდაპირ არ გადავალ ხო იმაზე რა ქვია ამ ეპიზოდზე არამედ როგორ ესეც აი დასაწყისში რა აღნიშნე რომ ერთი შეხედვით რაღაცა ჩვეულებრივი მომენტი როგორ შეიძლება რაღაცა კუთხით განვიხილოთ ხო გახსოვს ალბათ ხო როგორ არის აღწერილი ჟანთა აღწერელთან ეს მოსამზადებელი პერიოდი ასე ვთქვათ ანუ მეფე როგორ მოუწოდებს დიდებულებს რომ აი განძის წინააღმდეგ უნდა ვილაშქროთ იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულ წყაროებში მანამდე ხშირად შევხვდებით ხოლმე რომ აი უხმო იმიერ და ამიერ და შეიკრიბა ჯარი და წავიდა აი მოხმობასა და ჯარის წასვლას შორის ეპიზოდები არ აგვაქვს ხოლმე როგორც წესი ხო მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში და საინტერესოა რომ ჟალთა აღწერებმა ეს ამბავის აღგვიწერა აი ხა აქ დიალოგის ფორმი ანუ პირველ პირში ალაპარაკებს ბჭყალებშია ასე ვთქვათ ჩასმული მეფის და ფეოდალების ტექსტები მაგრამ რა თქმა უნდა ეხა ეს არ უნდა გულისხმოთ რომ ზუსტად ასე ილაპარაკეს მაგრამ რაღაცა ასე ვთქვათ ანტიკური ტრადიციით ხო დაახლოებით აღდგენ ანუ წარმოვიდგენთ რა ხდება და ეს არის საინტერესო რომ დაუძახა ესე იგი ამ საქართველოს დიდებულებს იმიერს ამიერს რა თქმა უნდა ივანე მხარგრძელს რომელიც შენ უკვე აღნიშნე აქაც ხაზგასმულია წყაროში რომ ეს ძალიან დიდი კაცია რა ათაბაგი და მთელი ამბები და რას ეუბნება ლაშა-გიორგი და ეს ჩანს რომ ლაშა-გიორგი მიმართავს აი ამ დიდებულებს ძალაუფლების მქონე ადამიანებს ანუ ფეოდალებს და უსაბუთებს რატომ არის აუცილებელი განძის ათაბაგის წინააღმდეგ გალაშქრება ანუ რაღაცა პროექტს წარუდგენს ასე ვთქვათ და აქ არის ბევრი შრეარი დათანხმებისთვის ერთი რომ ნუ თუ ვთქვათ განძას ეს ვაპატიეთ სხვებიც ამას იზამენ და დანარჩენი ის არის რომ თქვენ გეკუთვნით ამის გაკეთება იმიტომ რომ მე დედამ დამიტოვა მეფობა თქვენ დედის ერთგულები იყავით ხო და მორჩილნი და ასე შემდეგ და ერთია რომ გეკუთვნით მეორეა რომ საჭიროა და მესამეა რომ ეს არის დიდი პატივი და გარკვეულწილად საჩუქარიც კი ჩემი თქვენს მიმართ რომ აი ლაშქრობაში მივდივართ და აქაც კარგად ჩანს შუა საუკუნეების აი პერიოდის ასე თქვა სოლხედველობა რომ ლაშქრობაში წაყვანა და წასვლა ეს არის არა რაღაცა სამსახური რომელიც აუ ეხლა კიდე უნდა წავიდე არამედ ეს არის პატივი ხო და პირიქით შენი სტატუსის გამოხატველი და ესეც ჩანს აქ რომ ეუბნება რომ ესე იგი ჩემგან მიიღეთ პატივი და ნიჭიო რომ გავილაშქროთ განძის წინააღმდეგ. ხო და ეხა ეს ეპიზოდი, როდესაც ესე იგი მეფე უბრალოდ კი არ უბრძანებს რომ მოიყვანე ჯარები და წავედით რაღაცა ბრჭყალებში პრეზენტაციას წარადგენს რომ აი ეს ადამიანები ასე ვთქვათ გვერდში დაიყენოს როგორ ფიქრობ ლაშა-გიორგის დროინდელი რეალობის აღწერა მაინც და მაინც რომ ფეოდალები ძალიან ძლიერები არიან და ვთქვათ სხვა მეფის დროს იგი უფრო მიღებულად რო არის რომ აი დავითის ან რა ვიცი სხვა მეფის დროს ეს არ ხდებოდა და
მარტო ბრძანება იყო, როგორ ფიქრობ, თუ ეს არის რაღაცა ფეოდალური სახელმწიფოს მეტნაკლებად ბუნებრივი მდგომარეობა. სადაც ახლა სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც ესე ხდებოდა. კი, ჩვენ გვისაუბრია კიდეც გარკვეულწილად ამ თემაზე წინა ეპიზოდებში სამეფო კარის თამაშებისა, ანუ იგივე საკითხებს, აი ფეოდალებსა და მეფის შორის ურთიერთობას ვეხებით ხოლმე, ალბათ მაშინაც მივაქცევდით ამას ჩვენ ყურადღებას, რომ ეს უეჭველა და არ არის რაღაც ახალი საქართველოს ისტორიაში. ანუ ეს საკმაოდ ხშირი მოვლენა უნდა ყოფილიყო მანამდეც და პრინციპში ზოგადად ქართულ ფეოდალიზმს უნდა ახასიათებდეს. არა მარტო ქართულს პრინციპში. ზოგადად ფეოდალიზმის დამახასიათებელი არის ეს, ხო? იმიტომ რომ ფეოდალიზმი დგას მეფისა და ამ დიდი ფეოდალების ურთიერთობაზე გადის ეს ყველაფერი და მეფე გარკვეულწილად ძალაუფლებას იღებს ზუსტად აი ამ ადამიანებისაგან და ხშირ შემთხვევაში მე მათი მხარდაჭერა განსაზღვრავს ხოლმე იმასაც, რომ როგორი ძალაუფლება ექნება მას, რის შეძლებლებები ექნება, ლაშქრობების შეძლებლობა ექნება, შიდა პოლიტიკაში როგორ მოიქცევა თუ ამ შემდეგ, ამასაც ხშირად ეს სიტუაცია ქმნის, აი როგორიც შეიქმნება მისი მასა და ფეოდალებს შორის და ბუნებრივია ხა თამარის დროს ზოგიერთი ქართველი ფეოდალი, მათ შორის მხარგრძელები განსაკუთრებით და ვარამგაგელი და ასე შემდეგ, თორელები, ახალციხელები, ხო? ძალიან გაძლიერდნენ და ეს გაძლიერება გამოიწვია იმან პირველ რიგში, რომ თამარის დროს მოხდა რამდენიმე სამოქალაქო ომი, რომელშიც ეს ფეოდალები დაეხმარნენ მეფეს იმაში, რომ დაემარცხებინა აჯანყებულები. დაეხმარნენ დასავლეთ საქართველოს იმ ფეოდალების წინააღმდეგ, რომლებიც გიორგი რუსს მიემხრნენ, ხო, რაღაც ნაწილი მაშინ. და შესაბამისად, მერე თამარმა უნდა დააჯილდოვოს ეს ფეოდალები, მათ მისცა უფრო მეტი მიწები, უფრო მეტი პრივილეგიები, უფრო მეტი თანამდებობები და ასე შემდეგ. ახლა ისინი გაცილებით რომ ყარად გზნობენ თავს, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ახლა პატარა ახალგაზრდა მეფე რო ადის ტახტზე, რა თქმა უნდა, მასზე ისინი აუცილებლად მოახდენენ ზეგავლენას, ხო? მართალია ეს მეფეა და მირონცხებულია და მას ეკუთვნის ლეგიტიმურად სამეფო, მაგრამ მასე მეფეები იყვნენ ისინი ფრანკი, ზარმაცი მეფეები, ხო, მეროვინგები, რომლებიც მე-17 საუკუნეებში საფრანგეთის ტახტს კი იკავებდნენ, მაგრამ სინამდვილეში მაიორდომები მართავდნენ ხოლმე საფრანგეთს, ან კიდევ იაპონიასაც ყავდა იმპერატორი, ხო? მაგრამ შოგუნი მართავდა იაპონიას. ასე რომ, აი ეს უბრალოდ ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო, რომ მეფე უნდა იყოს აუცილებლად და მისგან იღებდეს ფორმალურად ძალაუფლებას, ესა თუ ის კონკრეტულად დაწინაურებული ძლიერი ფეოდალური კლანის ჯგუფის მეთაური. მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ქვეყანას მართავდეს და განაგებდეს რეალურად ის ერთ-ერთი დაწინაურებული ძლიერი როგორც თანამდებობის პირი იქნება ეს სასახლის კარზე თუ ფეოდალი თუ ამ შემდეგ, რომელიც ამ მეფის დროს მოღვაწეობს. აი ასეთი მაგალითად მე მესახება იგივე თამარის დროსაც და შემდგომში უკვე ლაშა გიორგის დროს მხარგრძელთა საგვარეულო, რომელსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს აშკარად რა ამ პერიოდის პოლიტიკაზე, ხო? ისინი ჯარის ერთ-ერთი მეთაურები არიან ყოველთვის თითქმის, ფლობენ ყველაზე სამხრეთის, ყველაზე მნიშვნელოვან და მდიდარ ტერიტორიებს, რომელზეც გადის სავაჭრო გზები, ფლობენ ამავე დროს თანამდებობებს ყველაზე მაღალს და ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც იმ პერიოდის საქართველოსია, ხო? ათაბაგობისა და ამის პასალარობის სახელო აქვს ფაქტობრივად და შესაბამისად ხა ეს ადამიანები, რომელთაც ყველაზე დიდი როლი შეასრულეს გიორგი რუსის აჯანყების შახშობაში მაშინ, თამარისგან არიან ძალიან წინ წამოწეულები და ხა ლაშა გიორგის დროს წარმოვიდგინოთ მათი ძალაუფლება რამდენია. მით უმეტეს ზაქარია მხარგრძელის ლაშქრობა გავიხსენოთ თუნდაც ირანში. აი რამ ხელა ლაშქრობას, რომელიც ფაქტობრივად აი ცენტრალურ ირანამდე ჩავიდა, მეთაურობს მხარგრძელთა საგვარეულოს წარმომადგენელი და რამ ხელა მას მოიხვეჭდა ამით, თუნდაც სახელს, დიდებას, ნადავლს და ასე შემდეგ. უამრავ რაღაცას მიიღებს, ხო, ამითი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შეეწირა მე რაღაც დაავადება დაემართა იქ, ხო? ზაქარიას, მაგრამ ივანე ათაბაგი აშკარად მე რამდენი ხნის მანძილზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასაკიანი არის თან, მე უკვე რუსუდანის დროს, აი 70 წელს გადაცილებული იმ დროს წერია რომ ხცოვანი კაცია უკვე და შემდეგ, ხო? მაინც რეალურად აი საქართველოსში ფაქტობრივად არის აი როგორ ვთქვათ, რეალური ძალაუფლების მქონე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მეფე მასზე მაღლა დგას, აი დარწმუნებული ვარ და აშკარად იკითხება ყველაფერში, რომ ხარგრძელთა საგვარეულო ამ შემთხვევაში აი რაღაცნაირად აი მეფეს იყენებენ თავის მიზნებისთვისაც გარკვეულწილად, რაც გამოიწვია ამ საგვარეულოს გამუდმებით ესე განდიდებამ, გაძლიერებამ, ისე რომ ვერც ერთმა მონარქმა ფაქტობრივად, ანუ გიორგი მე-13-დან დაწყებული, თუნდაც ლაშა გიორგისა და რუსუდანის პერიოდამდე ვერ შეძლო ამ საგვარეულოს რაღაცნაირად აი შევიწროება ან დასუსტება. აი როგორც მაგალითად ხა ლიპარიტი რო გაძლიერდა, ხო, თავის დროზე, მე ლიპარიტის საგვარეულო საბოლოოდ მაინც ქართველმა მეფეებმა მოიშორეს და გაანადგურეს ეს ბაღვაშების საგვარეულო, მაგრამ აი ხარგრძელებზე ამას ვერ ვიტყვით. პრინციპში ხა ისინი ერთგულებასაც ინარჩუნებენ იმ მხრივ, რომ მათ არ უცდიათ რაღაც სეპარატიზმი, ხო, ამ თვალსაზრისით, რომ ცალკე სახელმწიფო შეექმნათ ან რაღაც, ან მეფის
საქართველოს ტერიტორიაზე შედიან, აღიარებენ მის უზენაესობას. ეს გარკვეულწილად მათ აძლევს საშუალებას, რომ უპრობლემოდ განახორციელონ თავის გეგმები, ისე რომ იმაზე ზედმეტიც არ მოითხოვონ, რამდენიც საჭირო არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ლაშა გიორგის დროს განსხვავებით წინა მეფეებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის სტერეოტიპული არის და ყოველი ახალი მეფის ტახტზე ასვლის შემდეგ ფეოდალები ცდილობენ, რომ მიიღონ მისგან რის მიღებაც შესაძლებელი ან შეინარჩუნონ თავიანთი პოზიციები, რომ მეფემ ახალებით არ ჩაანაცვლოს ისინი. ამას გარდა, ლაშა გიორგის წინაშე უფრო რთული ამოცანა იდგა. ერთი შეხედვით, ხო, თამარის სახელმწიფო ძალიან ძლიერი ჩანს. რუკაზეც რო შეხედავ, ყველაზე დიდია მაგ პერიოდში საქართველოს, რაღაცნაირად თითქოს დიდარია სავაჭრო გზებზე გადის. მაგრამ შინაგანად ის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მორყეული არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ამდენი სამოქალაქო ომები გადაიტანა, მეორეც ამდენმა სამოქალაქო ომებმა და ფეოდალების ერთმანეთთან დაპირისპირებამ წარმოუდგენელი არ გაეჩინა მათ შორის ბზარები, რომელიც საბოლოოდ მერე კონფლიქტებში გადაიზრდებოდა ხოლმე. შესაბამისად, ეს უკვე სერიოზული დაბრკოლება არის მეფისათვის და მერე უკვე ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროს, რანაირებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს მეფეები, აშკარად ჩანს, ანუ არის ნიშნები იმისა, რომ მეფეების ცენტრალიზებული ხელისუფლება არის შერყეული ძალიან და მათ აღარ აქვთ უწინდელი გავლენა, ხოლო არც ლაშა გიორგის და არც რუსუდანს არ შესწევთ იმის ძალა, რომ დავით აღმაშენებელივით მოაგვარონ ეს საკითხი. პრინციპში, დავით აღმაშენებლის დროს ასეთი ძალის და ამხელა მასშტაბის ფეოდალები არც იყვნენ საქართველოში, პრინციპში, ხო, მაშინ დავის დროზე. აქ ახლა უყურებთ რუკას და ხარგრძელები ფლობენ თითქმის იმხელა ტერიტორიას, რამხელაც საქართველოს დანარჩენი ტერიტორია არის და ხა წარმოვიდგინოთ მათთან ასეთი და ამ ტიპის დაპირისპირება რამდენად უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე მაშინ იმასთან, ხო? თანაც როცა ამდენი შიდა მტერი ყავს. ასე რომ მე ვფიქრობ ამას, რომ ქართულ ფეოდალიზმისთვის არ არის რაღაცა განსაკუთრებული, რომ მეფესა და ფეოდალებს შორის ტრადიციულად მისი განფების დროს აწყდებოდა ხოლმე ეს რაღაცნაირად სტერეოტიპულია, მაგრამ ამავე დროს მიმაჩნია, რომ ლაშა გიორგის წინაშე უფრო რთული ამოცანა იდგა, ამ კუთხით, ვიდრე მაგალითად რომელიმე წინა მონარქის წინაშე იქნებოდა. ხო, მეც გეთანხმები, ანუ ისევ იმ ეპიზოდს რო დავუბრუნეთ, ამაში ასე ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებული და გაუგებარი არ არის, რომ მეფე ასე ელაპარაკება ბრძოლის წინ ძლიერებს ამ ქვეყნისათა, ეს ძალიან ბუნებრივია ფეოდალური ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, შიდა ძალთა ბალანსიდან გამომდინარე და სავსებით ლოგიკური არის ასე ხდება, მით უმეტეს, როდესაც ახალგაზრდა ახალ მეფეზე პირველი ლაშქრობის წინ ჩვენ გვაქვს ლოგიკურია რომ ეს ასეა. და მაგრამ მაშინაც გეთანხმები, რომ მიუხედავად ამისა, რეალობა კიდევ უფრო რთულია ლაშა გიორგისთვის, რომ მას ხარგრძელების და სავარაუდოდ არა მარტო ხარგრძელების სახით ყავს ძალიან სერიოზული ძალა ქვეყნის შიგნით. ხო და კიდევ ერთი რაღაც, რასაც მინდა რომ დავუმატო, კარგად აღნიშნე, რომ დიდი ხანი არიან ხარგრძელები, ხო? და ესეც ზუსტად ის არის, რომ ვერ ვნახავთ ჩვენ ეპიზოდს, სადაც ხარგრძელები მეფის წინააღმდეგ მიდიან. ხო? ისინი შეიძლება არიან ძლიერები და ძლიერდებიან, მაგრამ ამას არ აკეთებენ რაიმე უკანონო გზით, ასე ვთქვათ. ხო? იმიტომ რომ რაღაცა ესეც ძალიან ბუნებრივი ამბავია, რომ ფეოდალი თავის დამსახურებებისამებრ თავის გავლენას ზრდის და მიეცა შესაძლებლობა ამ საგვარეულოს თამარიდან მოყოლებული რომ ესე ექნა, გიორგიდან პირველი საგვარეულო, რომელიც დევნას მიატოვებს, ხო და სავა შეიძლება ეს დაუფასდა პირველ რიგში, ეს დაუფასდათ პირველ რიგში გიორგი მესამის დროს და ამის მერე ყველა შესაძლო ვარიანტს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საგვარეულო ძალაუფლება გააძლიეროს, რითიც სავსებით ჩდება ფეოდალის, ასე ვთქვათ, სოფხედველობაში, არ მიდის მეფის წინააღმდეგ, ესე როგორც აჯანყებული, როგორც მაგალითად წავიდა ბაღვაშთა საგვარეულო არაერთხელ, მაგას არ აკეთებენ და აქედან გამომდინარე არიან და არიან, ოღონდ ძალიან ძლიერები არიან. თუმცა ლაშა გიორგი, როგორც ჩანს, არ აპირებს ამგვარად მართოს ქვეყანა და ეს ჩანს იმ ზუსტად იმ ეპიზოდში, ხო? თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, ამან ეს რაღაც უთხრა თუ რატო უნდა ილაშქრონ განძაზე, მათგანაც მიიღო თანხმობა კი არა და ნუ ეხა ტექსტის მიხედვით მთელი ქება და დიდება და თქვენ ზურჩებსო
არ ვაპატიებთ არაფერსო და წავლენ კიდეც განძისკენ და ამარცხებენ ბრძოლის ველზე და მიადგებიან ქალაქს. და სწორედ აქ არის ხო ის პირველი ეპიზოდი, სადაც გამოჩნდება აი ეს დაპირისპირება რა. აქამდე რო კითხულობ ყველაფერი არის კარგად და აი აქ ჩანს პირველი დაპირისპირება. და დაპირისპირება რატომ ხდება ალყის დროს ლაშა გიორგი მცირე ამალასთან ერთად, მცირე რამ ძირითადად ლაშქრით არა და შედარებით მცირე რიცხვებზე საუბარს ამ შემთხვევაში ჩვენ ვერასდიდებით ვერ დავიწყებთ მაგრამ თუ არ ვწდები 4000 კაცი ყავს ნახსენები. ხო და ხა შუა საუკუნეების სტანდარტებით ნამდვილად არ არის მცირე ახლა. ახლა არის მცირე და ანუ ძირითადი ნაჯარი შეიძლება ყოფილიყო სულ მაგდენი, მაგრამ ეს სხვა თემაა, რიცხვებზე სხვა უფრო სხვა ადგილებში შეიძლება ვისაუბროთ და დაიწყო ესე გარე შემოვლა ქალაქის, დაინახა ეს განძელებმა რომ მეფე არის მცირე ამალით 4000 კაცი რო ყოფილიყო ვინ გამოუვარდებოდა, მაგრამ კაი დავანებოთ მაგას თავი გამოვარდნენ, დაიწყო სერიოზული ბრძოლა, თვითონ მეფე წინახასშია, იბრძვის და ნუ აი მოიგო, შევიდნენ ისევე, გაიქცნენ ეს განძელები, მაგრამ დიდი შანსი იყო რომ მეფეს იქ რამე მოსვლოდა და ეს ძირითადი ლაშქარი ივანე ათაბაგის ხელმძღვანელობით, როდესაც მოდის აქ ადგილას, ნუ მე მადლობა ღმერთს რომ ასე ვთქვათ, მეფეს გამარჯვება აქვს, მაგრამ აი აქ არის მთელი თემა. ხო? რომ აი ეს ივანე ათაბაგი და არა მარტო ის მეფის სახელოვანი წინამბრძოლნიო, ასეა წყაროში მითებული, დებდნენ პირობას, რომ ლაშქრობებში და ქვეყნის მართვაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას. თუ და რატო? იმიტომ რომ მეფე იქცევა ესე დაუფიქრებლად. მოდი სანამ ამ გავაგრძელებდე ამ ნაწილს მივხედოთ. ვის მხარე, ანუ სიმართლე ვის მხარეს არის? ანუ შენიშვნა, რომელიც მათ მისცეს მეფეს, ეს შენიშვნა არის თუ არა სწორი? ეს არის საინტერესო, ხო? მე ვფიქრობ, რომ სწორია. შენ რას ვფიქრობ? იცი რა არის, ხა იდეაში არც ფეოდალებს ამ შემთხვევაში მით უმეტეს ასეთი ომიანობის პერიოდში მეფისგან ასე თავის გაწირვა და ის რომ შეიძლება დაიღუპოს ეს, ხო? უფრო მეტად დააზარალებდა ყველა ვარიანტში, ვიდრე რაღაცას მისცემდა, ხო? ანუ რაში აწყობთ? ახალ და ტახტზე ასული მეფის სიკვდილი, ჯერ ესეთი ეს არის ძალიან დიდი დარტყმა პრესტიჟზეც ქვეყნისა, არის ლეგიტიმური მმართველის სიკვდილი, ტრაგედიაა ფაქტობრივად, იმიტომ რომ მას მემკვიდრეც კი არ აყავს ჯერ თან, ხო? არც მემკვიდრე არ აყავს. ანუ ერთადერთი ისაა ვარიანტი, რომ ის იყოს უნდა საქართველოს ის, ხო, რა ქვია, მეფე. და მეორეც წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ეს მეფესა და ფეოდალებს შორის ურთიერთობა იმაზე კი არ დგას, რომ მეფემ და ფეოდალმა ერთმანეთი მოკლან და დახოცონ და გაანადგურონ. ხო, ამიტომაც სწორია გარკვეულწილად ეს შენიშვნა მეფისადმი, მით უმეტეს რომ ის არ არის გამოცდილი ჯერ საბრძოლო იმაში, ხო, კამპანიებში. მისი პირველი ის არის გარკვეულწილად, ხა ეს კამპანია, დიდი კამპანია, რომ აი გაილაშქრა არმია წაიყვანა და დაესხა თავს იმას განძას. შეთვალისთან განძა არ არის ხელწამოსაკრავი ქალაქი, მით უმეტეს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი იყო და მით უმეტეს რომ წარმოვიდგინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყმადნაფიცი იყო საქართველოს არ დაუპყრია განძა. იმიტომ რომ მისი შენარჩუნება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ის ისეთ ადგილზე მდებარეობდა, რომ ყოველთვის მოძრაობდა ხოლმე ამ სივრცეში ისლამური სამყარო ძალიან დიდი იმპერიები ან მომთაბარეები. შესაბამისად, ეხლა ეს ძალიან რთული იყო, იმ თვალსაზრისით, რომ ეს მუსლიმური ქალაქი, სადაც თავიდან ბოლომდე არის ისლამური ისა, ხო, კულტურის ცენტრი იყო და ამ შემთხვევაში მისი დაკავება და ასიმილირება თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა და რამდენად შეძლებელი იყო ის აკონტროლებდნენ მას ქართველები. ანუ მის იყო ყმადნაფიცი და ხარკს იხდიდა ფაქტობრივად. და თანაც წარმოვიდგინეთ ხა ვისთან ბრძოლაში უნდა დაიღუპოს მეფე, ანუ ერთ-ერთი ყმადნაფიცი ქალაქი აჯანყდა და იქ წავიდა სალაშქროდ და ამ ლაშქრობაში დაიღუპა მეფე. ეს გარკვეულწილად ხა წარმოვიდგინოთ იმ დროის მასშტაბითაც კი ძალიან დიდი ტრაგედია არის ამ თვალსაზრისით და თანაც ისლამური იმ სამყაროს, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ბუნებრივი იმპერია იყო ყველა ვარიანტში, ხო, რაც არ უნდა ურთიერთობები ქონოდათ იგივე სალადინთან იქნებოდა თუ სხვა მმართველებთან, მაინც ის ბუნებრივი იმპერია იყო და აი ამას ვკითხულობთ კიდევაც
როცა ვკითხულობ თუნდაც ან ქრისტიან ან მუსლიმ მემატიანეებს ამ პერიოდისა, ისინი ყოველთვის მეორე მხარეზე მაინც სხვანაირად საუბრობენ, ხო, ისინი მაინც მტრად უყურებენ მას, რა თემაზეც არ უნდა იყოს იქ, მაინც ყოველთვის გრძნობ, რომ აი ის უყურებს მას როგორც მტერს და წარმოვიდგინოთ ახლა რომ აი საქართველოს მეფე იღუპება განძის ალყის დროს და რა ხმა ვრცელდება იქით, რა мотиваცია ეძლევათ იმათ, რა მხელა რეპუტაციული ზიანი ადგება საქართველოს, აი ეს ყველა ეს ამ თვალსაჩინით ძალიან დიდი რისკი იყო, შესაბამისად ის შენიშვნა რაც მისცეს, იყო სავსებით გასაგები, იმიტომ რომ დარბაზი ამ შემთხვევაში ისინი ხო მარტო ის არ არიან რაღაც მეფის ქვეშევრდომები, ისინი არიან დარბაზის წევრები, რომელიც მეფეს ურჩევს და ეუბნება რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს და ამ შემთხვევაში ძირითადი ისაა, ხო, მრჩეველთა ჯგუფია და რა თქმა უნდა რომ მისგან აღზრდილია, ანუ ლაშა გიორგი ივანეს აღზრდილია, ხო? ანუ ეს პატარა ბავშვობი და აი ხშირად არის ხოლმე რომ აი შუა საუკუნეების სამეფო წარმოუდგენიათ რაღაცა ამ ფილმებიდან ან რაღაციდან რაღაც აღმოსავლური ისა რაღაცა დესპოტური მმართველობის ფორმა ან რაღაცა ფენტეზში რომ აი მეფე რო გამოშტება და რომ განერთხო და იყო ხომისაზე რომ აი მეფეა და ვერ უნდა შეჰკადრო ვერაფერი არ არის ფათ ეგეთი პრინციპია ხო ანუ ამ ხელა ზღვარი მეფესა და ფეოდალს შორის არ არის რაღაც ეს კი ის მეფეა რა თქმა უნდა მაგრამ შეჰკადრა მეფეს და აი ვერ შეჰკადრავდა და ვერ ეთყოდა ვერაფერს და თვალებში ვერ უწყურებდა და რაღაცა ზური არ უნდა შეაქციოდა ისე უნდა გახვიდე რაღაცა სადაც შეიძლება ყოფილიყო რა ვიცი ჩინეთში ეგრე არ არის ხო ესეა აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ეს მართლები არიან ეს იყო უაზრო რისკი თუმცა იცოდე აღარ მივიღებთ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას აი ეს არის ძალიან საინტერესო ხო ჩემი აზრით ნახე ეს უკვე არის შანტაჟი ხო ესე ანუ კი შეიძლება მე ჩემ აღზრდილს ახალგაზრდა მეფეს მივცე შენიშნა რომ იცი რა ეგრე შენ აღარ მოიქცე და სწორი ვიქნები მაგრამ მე უკვე რომ იცოდე მე ლაშქრობაში აღარ მივიღებ მონაწილეობას და ქვეყნის მართვაში აღარ მოგეხმარები ეს უკვე არის ის რომ აი ახალ მეფეს თან ხაზს უსვამ რომ აი ჩემ გარეშე შენ ძალიან ბევრი რაღაცა გაგიჭირდება და ეს რო ასია და მართლაც რო გაუჭირდებოდა ეს ჩანს შემდეგ მეფის საქციელისგან მოუხადა ბოდიში და ეს აშკარად აჩვენებს ქვეყანაში 1000 აი ამ თამარის სიკვდილისთვის და ლაშაკრის გამეფების დროს არსებულ მდგომარეობას რომ დიდებულების ხელში არის ისეთი ძალაუფლება რომლის გარეშეც ის ვერანაირად ვერ შეძლებს სამხედრო საქმის წარმოებას ეს ყოველთვის ესეა დიდებულების გარეშე ვერც ერთი მეფე ვერ შეძლებს სამხედრო საქმის წარმოებას მაგრამ როდესაც დიდებული თავისუფლებას აძლევს რომ ამით შენ დაგემუქროს და ამით ჭყალებში დაგაშანტაჟოს აქ ჩანს ძალიან დიდი ძალაუფლება დიდებულის თორე მარტო ერთი მეფე თავის დიდებულების გარეშე შუა საუკუნეებში მართლა ვერაფერს ვერ აკეთებს მაგრამ ეს ერთია მაგრამ მეორეა ის რომ მე ამით მე გაჩვენებ ხას უსვამ რომ მე ვინ ვარ აქ და შენ როგორ უნდა მოიქცე ხო და აი აქედან გამომდინარე ჩანს ის რაც შენ დასაწყისში აღნიშნე რომ ლაშა გიორგის საკმაოდ ძიმე მდგომარეობა აქვს ამ მიმართულებით თამარიდან მოყოლებული მას ურთიერთობა უწევს როგორ თქვა რაღაცა ბჭყალებში მონსტრებთან ძალიან ძლიერ ტიპებთან და ეს ნამდვილად არ არის მარტივი ახალგაზრდა მეფისთვის ხო მაგრამ ნახე მაინც აი ცოტა მოვლენებს რო წინ გავასწროთ ხო და მე ვნახავთ კიდე რა პრობლემები გაჩნდება ლაშა გიორგის დროს ეს კაცი მაინც ახერხებს რომ იყოს მეფე რომელიც ნუ მეფობს ანუ რაღაცა ხელის ბიჭი კი არ არის მეფეა რა გარკვეულწილად ახერხებს აი ამ ძველი არისტოკრატიის ცოტა გვერდზე ჩაჩოჩებას და მართლა მეფობს და როგორ ახერხებს ამას შენი აზრით აი რა აძლევს ამის გაკეთების საშუალებას რომ აი პირველი აემხელა რაღაცა ბოდიშების ხდის მიუხედავად ბოლომდე სიცოცხლის ბოლომდე ვერ შევატყობთ ჩვენ თუნდაც მის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილ ჟანრთაღსერლის ტექსტში ვერ შევატყობთ რომ მეფეს აქვს პრობლემა
და ეს ძალიან კარგად ჩანს, როცა აღწერს ლაშა გიორგის მართლობის, ასე ვთქვათ, ფორმას, როგორ თქვა, ხო? როგორ რას აკეთებს, ხო? ესე იგი, მაშინაც კი, როდესაც ესე იგი, თავისი არა საკმაოდ ეს მიუღებელი ფეოდალებისთვის, ნაწილისთვის მიუღებელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ამ წესს შეგვიძლია განვავრცოთ მერე, მიუხედავად ამისა, მართლაც მიატოვებენ განეყენებიან დარბაზიდან იგივე ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი ფაქტობრივად აი სუმუქარაშია რომ ეწესიად მოიქეცი თორე წავალ და ეს პირობებს აძლევს რომ კი მოიქცევი მაგრამ წყაროშივე წერია რომ რეალურად თლათ ისე არ იქცევა როგორც პირდება და ნუ მთელი აი გამოწევა აქვს აი ამ ფეოდალებთან ჩანს რომ ის რეალურად არის მართლა ეფექტური მმართველი. ეფექტურ მმართველში იმას კი არ გულისხმობ, რომ მაინც და მაინც ყველაფერს კარგად აკეთებს. ანუ რეალური მმართველია და არის ხო მთელი ამბავი, რომ ესე იგი რომ დაწყნარებულობათა შინა იყო მეფეო, ძღვენი მოუვიდო და მოხარკეთა მიერო დადის თვითონ ესე იგი რაღაცა აჯამეთში და ცხუმში ნადირობს, გადადის შევა თბილისში, წავა სადღაც სომხეთში და განძაში და აუყვება მტკვარს და ეს ტყუილა კი არ დადის, ანუ ეს მართვის შუა საუკუნეების მეფის მართვის ფორმაა, ხო ეს დედაქალაქში ის არ ზის და რაღაცა ინფორმაციები არ მოსდის. ხშირად შუა საუკუნეების მეფეები ადგილზე მართავენ ქვეყანას რა და ძალიან კარგად ჩანს აი ამ ერთ მონაკვეთში მთელი ის სტილი როგორ მართავს ქვეყანას ლაშა გიორგი. საკმაოდ აქტიურად განძის შემდეგ ის სხვა მოხარკეების წინააღმდეგაც გაილაშქრებს და მათაც დააბრუნებს ძველ რეალობაში. და ქვეყნის შიგნითაც ის აქტიური მეფეა, რომელიც ხანსად არის სეზონის და საჭიროების მიხედვით და რეალურად, ანუ ეფექტურად მართავს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ამხელა მაინც დაპირისპირება საკმაოდ სერიოზულ ხალხთან. და ერთ-ერთი მიზეზი მე რაც გონია, რაც აძლევს ლაშა გიორგის ამის გაკეთების საშუალებას არის მეფობის დასაწყისში იმ საგარეო გამოწვევებზე ეფექტური პასუხის გაცემა და წარმატება, რაც მას აქვს, ხო? იმიტომ რომ შუა საუკუნეების მეფისთვის ძალიან პრესტიჟულია და მნიშვნელოვანია ერთან გამარჯვება, ხო ასეა? და აი განძის შემდეგ სხვა მოხარკეების წინააღმდეგ ასევე წარმატებულმა ლაშქრობებმა, რომელმაც აი რეალურად შენარჩუნდა ეს რაღაცა დიდებული საქართველოს ზომა, ფორმა და წონა და პრესტიჟი და ყველას აჩვენა რომ ეგრე არ არის რა, მე აქ საქართველოს ხალხს შევუწყვეტ, მაგაზე შენ მეფე პასუხს მოგთხოვს. ჩემი აზრით აი ამ საგარეო წარმატებებმა მეტწილად ხელი შეუწყო იმას, რომ მიუხედავად შიდა დაძაბულობისა, ის ახერხებს, რომ იყოს ეფექტური მმართველი. რას ფიქრობ? თანაც იცი რა, მე მაგალითად აი აქო დავამატებდი იმასაც, რომ ლაშა გიორგი ლაშქრობს ისეთ მიმართულებაზე, რომელზეც თამარის დროს ფაქტობრივად უარი თქვეს ქართველებმა და დიდი ხნის მანძილზე იქითკენ აღარ ყოფილა არანაირი ექსპედიცია. ეს არის ხლათის მიმართულებაზე. ანუ ქართველები კვლავინდებურად ცდილობენ, მათ არ დაუნებებიათ თავი ხლათისთვის, ისე გამოდის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თავიზოზე ივანე ათაბაგმა თავისი ქალიშვილი მისცა ცოლად ხლათის სულტანს. მიუხედავად ამისა, ქართველებს აქვთ ინტერესები ხლათში და კვლავინდებურად სამხრეთისკენ ცდილობენ გაფართოება, სამხრეთისკენ ცდილობენ დაიზრან. რეალურად ხა მეტი ვარიანტი ამ ხრივ პრინციპში არც არსებობდა საქართველოს ჩრდილოეთში ყო განვითარდებოდა და მომთაბარეებს ყო დაიპყრობდა, მაგრამ მისთვის არის ძირითადად აი სამხრეთი ნაწილი, აი ჩრდილოეთი სირიის მიმართულებაზე, რაც თუნდაც ჩანს ძალიან კარგად იმაში, რომ როდესაც მეხუთე ჯვაროსნული ომი ხდება და დამიეტას აიღებენ ისინი ჯვაროსნები, ხო? აი იქ არის აღნიშნული, რომ ქართველებსაც ჩრდილოეთ სირიაზე დამასკოსკენ გავილაშქრებთ.
რომ ამას იძახიან. ანუ ქართველები ფიქრობენ, რომ იქითკენ გააფართოვონ კიდე თავიანთი ისინი, ხო, სივრცე და დამასკომდე მიაღწიონ, რომელიც არის სირიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი ამ შემთხვევაში და აი ამის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც ისლამურ სამყაროს ებრძოდა ჯვაროსნული დასავლეთის, შესაძლებელი იყო კიდევაც გარკვეულწილად და ამის ძალა ჰქონდა ნამდვილად ლაშა გიორგის. ამაში ინტერესი სხვადასხვა უნდა ყოფილიყო იგივე იმ ფეოდალებისაც, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, იმიტომ რომ თუნდაც იგივე ხარგრძელები იქნებოდნენ სახალხოხელები და შემდეგ ისინი ძლიერდებოდნენ ასეთი ლაშქრობების შედეგად კიდე უფრო ხშირ შემთხვევაში, ხო? ტერიტორიებს იძენდნენ, იქით მიმართულებაზე სამხრეთისკენ თუ რა ვიმეს მიემატებოდა ეს გარკვეულწილად ის ქალაქები, სავაჭრო ქალაქები და შემდეგ იქნებოდნენ ეს სამხრეთის მონაპირე ერისთავები, როგორებიც იყვნენ ზუსტად აი ეს საგვარეულოები, რომლებიც ამ პერიოდში არიან გაძლიერებულები. თუნდაც აი მათი გაძლიერება, ანუ ამ შემთხვევაში მეგულისხმობ ხარგრძელების, თორელი ახალციხელებისა, ხო? ზუსტად დაკავშირებული არის სამხრეთისკენ საქართველოს მუდმივ აქტიურობასთან, რომელიც აი ამ პერიოდში განსაკუთრებით გვაქვს დაწყებული დემეტრე პირველიდან თამარის ეპოქით გაგრძელებული, ხო? დემეტრეს დროს, გიორგი მესამეს დროს განსაკუთრებით და მერე თამარის დროს. შესაბამისად, ისინი უფრო და უფრო მეტ მიწებს ყლაპავენ, უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იერთებენ, რა თქმა უნდა ჯარშიც თავარი როლი ვის უკავია იმას, ვინც სამხრეთისკენ არის. ამ შემთხვევაში საქართველოს ლაშქარი ხო ისე ლაგდება ბრძოლის დროსაც, რომ წინა მებრძოლი ყოველთვის არის სამხრეთის, რომელი მხრიდან სტერი მოდის, ანუ სამხრეთი არის ესეთი მხარე საქართველოსთვის, იქ მებრძოლებს. შესაბამისად, მათ მონაპირე ერისთავებს მეტი უფლებებიც აქვთ, მეტი ფინანსებიც აქვთ, სასამართლოს უფლებებიც აქვთ გარკვეულწილად იქ, ჯარის გამოყვანისა და უფრო მრავალრიცხოვანი არმიის პოტენციალიც აქვთ. ანუ ყველაფერი აქვთ, რომ პატარა მეფეები იყვნენ ფაქტობრივად თავიანთ ტერიტორიებზე და რა თქმა უნდა, ეხლა თუ ვინმე მიიღებდა აქედან ძალიან ბევრ რაღაცას, სიახლეს, იქნებოდნენ ზუსტად ისინი. ასე რომ საქართველოს ფიქრობ, რომ მაშინ ამ ხრივ ჰქონდა ძალა და მეფესაც წესით არ გაუჭირდებოდა ალბათ ქართველი ფეოდალების დარწმუნება, რომ სამხრეთისკენ კიდევ ერთხელ ელაშქრათ, იმიტომ რომ მათ ახსოვთ ასეთი ძალიან წარმატებული სამხრეთული ლაშქრობები და ისიც რომ თავის დროზე მაგალითად იგივე ხლაჩი იწვნიეს მარცხი და რატომაც არა, ხო? როდესაც ისინი სხვა მტერსაც ებრძვიან, აიუბიანები ამ დროს ხო შეიძლება რომ მიიტანო შეტევა მათზე, ასე რომ ჯვაროსნულ ომს ამ შემთხვევაში თუ მოახერხებდა საქართველოს მასში ჩართვას, მაშინ ქონდა საკმაო პერსპექტივები ამ თვალსაჩინით. იგივე დასავლეთში ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ, ხო, იგივე ლაშა გიორგის როლს. ჯერ ესეთი ძალიან დადებითად აღწერენ მას. ცნობილი წერილი რო არის, დებუას წერილი, ხო, რაინდისა. მართალია ძალიან გაზვიადებულია, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან კარგად ჩანს, რომ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს დიდწილად იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობაზე და სამეფოზე და ასე შემდეგ, მაგრამ აი საინტერესო რაღაცას ამბობს, ხო, რომ მეფეო მოდისო ლაშქართან ერთად, რომ ამდენი ქალაქი უკვე აღებული აქვს, ამდენი ციხე უკვე აღებული აქვს და თავის დედის ძვლები მოაქვს, რომ მე იერუსალიმში დაასვენოს ისინი. ანუ გარკვეულწილად ხა ეს საინფორმაციო ომის ისიცაა თითქოს, ხო, ფორმა იმ პერიოდში, რომ ყოველთვის იქიდან დასავლეთი, ანუ როცა ჯვაროსნები მოდიოდნენ, აღმოსავლეთიდან ვიღაც დამხმარე რო გამოჩნდება, წარმოიდგინეთ რამხელა შვება არის ეს ჯვაროსნებისათვის, ხო? მერე მონღოლებიც რო გამოჩნდეს, სხვადასხვა მონღოლებიც კი განიხილებოდნენ ამ თვალსაჩინით. მით უმეტეს ხა ქრისტიანული ქართული ისა სამეფო ხო ამ შემთხვევაში, რომელიც მეფესთანაც რომის პაპს აქვს უშუალო მიმოწერა. ასე რომ ახლა ლაშა გიორგი როგორც უნდა მოქცეულიყო იმაში თბილისში რინდებთან ეჭიდავა თუ ეჭხუბა, ხო? მიუხედავად ამისა, ის არის აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი ქრისტიანი მონარქი, რომელთანაც ამ შემთხვევაში პირდაპირ კავშირი აქვს დასავლეთის ქრისტიანულ დასავლეთს ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილე მონარქებსა და რომის პაპს, ამ შემთხვევაში და ყველაზე დიდი იმედით უყურებს მას და მის შესაძლებლობებს ამ შემთხვევაში, რაც მიუხედავად იმისა, რომ ხან მათთვის გაცილებით უფრო გაზვიადებულად იყო წარმოდგენილი, ლოკალური მასშტაბებით და რეგიონული მასშტაბებით ნამდვილად იყო ერთ-ერთი წამყვანი მთელ რეგიონში, ხო? რომ არა ხორეზმ შაჰები ამ შემთხვევაში ან მერე მონღოლების გამოჩენა, დანარჩენ იმ რეგიონში საქართველოს აბსოლუტურად დომინანტი ძალა იყო, რომელი იყო მასზე ძლიერი, გინდა ტერიტორიული სიდიდე იქნებოდა ეს სამხედრო თვალსაზრისით. ერთადერთი კიდევ, ну, რა თქმა უნდა, მცირე აზიაში ასეთი იყო რუმის სასულთნო და რუმის სასულთნო იყო კიდევაც საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე თამარის მეფობის პერიოდში, როცა ბასიანთან დაამარცხეს ქართველებმა რუმის სულთანი. ასე რომ აი მე გულისხმობ უშუალოდ სამხრეთ კავკასიას, სადაც ჩემი აზრით უკონკურენტო იყო მაშინ ლაშა გიორგის დროსაც, ისევე როგორც თამარის დროს ქართული ლაშქარი. შესაბამისად, მეფეს საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს ჯერ კიდევ ამ თვალსაჩინით, ნამდვილად და არ უნდა ყოფილიყო ნამდვილად ის უუნარო ხელმწიფე. მე ხშირად ვადარებ ხოლმე ლაშა გიორგის და ნახოთ აი ამდენად შენ დამეთანხმებებაში ინგლისის მეფე რიჩარდ ლონგურს.
ამ თვალსაჩინით რომ ჯერ ესეთი ისიც არის გატაცებული რაინდობით ამ შემთხვევაში და ძალიან გატაცებულია ფიზიკური იმითი, ხო? ამ შემთხვევაში ისე აღწერილი ბრძოლის ველზე ყოველთვის განსაკუთრებულად არის. მასზე ამბობენ მემატიანე რომ დავით აღმაშენებელს მოგაგონებდა, იმას ადარებს ფიზიკურად, ხო? ეგეც საინტერესო დეტალია. მე როგორც გოლიათი და ასე შემდეგ, ეს რაც ხშირად დამახასიათებელია ხო მეფეების აღწერისათვის. ანუ ამას გარდა ის წინა მებრძოლ, ანუ ბრძოლაში თვითონ მონაწილეობს უშუალოდ, მასთანაც ესე გააკეთა, ხო? განძასთან. ეს გამოც მე საყვედურიც მიიღო ამაზე. ამავე დროს როგორი გატაცებები აქვს, აი რაღაცა რომანტიკული კაცი არის გარკვეულწილად, ხო? აი ჯვაროსნული იდეა აწუხებს მას, რომ აი მიიღოს მონაწილეობა იმაში. თამარიზოს როგორი პრაგმატული ხედვა არის ამ საკითხის და თუნდაც რომ იქ სალადინთან დებენ ხელშეკრულებას და მოლაპარაკებები აქვს მათთან და ნუ ასე შემდეგ აი ლაშა გიორგი ამ შემთხვევაში უფრო არის აი ტიპიური თითქოს აი რომანტიკოსი ევროპელი ჯვაროსანი მონარქის სახე ამ თვალსაზრისით და განსაკუთრებით რიჩარდისა რომელსაც როგორც ახლა ეს ლაშა გიორგი იყო დაახლოებით რომ ხა რიჩარდმა კი მოიყვანა ოფიციალურად ცოლი ესპანელი ისე ზოლი ყავდა, მაგრამ მისგან მემკვიდრე არ ყოლია და ფაქტობრივად ეს ქალი ერთადერთხელ ნახა კვიპროსზე როცა დაიწერა მასზე ეს ჯვარი. ფორმალობა იყო მისი ქორწინება აბსოლუტური მასავით და მასაც უკანონო შვილი დარჩა ერთი, ისევე როგორც ლაშა გიორგის. ანუ თუ ლაშა გიორგის დარჩა დავით ულუ, შემდგომში რომ გამეფდა, რიჩარდს დარჩა ფილიპ დე კონიაკი, რომელიც მეფე ვერ გახდა შემდგომში, თუმცა, ნუ, საკმაო ქონებას ფლობდა და მე როგორც წარიმართა მისი ცხოვრება ნაკლებად არის წყაროებში ცნობილი. ასე რომ აი მე რაღაცნაირად ამ პერიოდის მონარქებს, როგორც ლაშა გიორგის ვადარებ რიჩარდს, ისე ვადარებ ხოლმე თამარ მეფეს ელეონორა აკვიტანერს, რომელიც არის რიჩარდის დედა. აი რაღაცნაირად ეს ორი ფიგურა საქართველოში ლაშა გიორგი და თამარი და რიჩარდ ბუნბული და ელეონორა აკვიტანელი. რაღაცნაირად ერთი პერიოდისები არიან თან ზუსტად. ერთი და იგივე მეორდება. იქაც ძლიერი ქალი ფიგურა ზუსტად ხო ელეონორა აკვიტანელი თამარივით, რომელიც ფაქტობრივად ელეონორა აკვიტანელი ინგლისს გაკეთდა მართავდა კიდევაც ინგლისს, ხო? იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ფიგურა იყო და მან მოაგროვა ის გამოსასყიდით, თავისი შვილის გამოსასყიდად. შემდგომში რიჩარდის, ასე რომ არანაკლები ძალის ფიგურა იყო ის ევროპის მასშტაბით. ხო, ნამდვილად გავს თავისი ამ რომანტიზმით, ერთი ის არის რომ რიჩარდსგან განსხვავებით ლაშა გიორგი საქართველოში ახლოს არის და აქ იბრძვის და არა ყველგან და ინგლისის გარდა, როგორც ამას რიჩარდი აკეთებდა, მაგრამ კი, გავს, ნუ სამწუხაროდ ის არის რომ რიჩარდზე უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე ლაშა გიორგიზე და კარგ თემას შეეხე, ეს არის ცოლის ამბავი, რაც აი თუ რამეში შეიძლება რომ აი განსაკუთრებულად პრობლემა დავინახოთ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ეს არის მისი ქორწინების ამბავი, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ეს ქმნის მემკვიდრის კრიზისს და პრობლემას და მომავალშიც იდეაში სამეფო გვირგვინს უტოვებს ისეთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს გვირგვინი არ ჰქონოთ. საუბარი მაქვს ლაშა გიორგის დაზე, რუსუდანზე, რომელზეც ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ აქ კიდე მე ძალიან საინტერესო რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ესე იგი სულ ამ რინდები ახსენე შენ და აი ეს მისი ლოთობა და იქ ჩხუბი და თვალი რო დაკარგა და ამ სიმთვრალეში ჩხუბის დროს და მთელი ამბები და ამის გამო ეს დიდი ფეოდალები, კათალიკოსები როგორ შენიშვნებს აძლევენ, კვლავ იმუქრებიან რომ იცოდე წავალ და ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში, ლაშა გიორგი ვითომ ინანიებს, მაგრამ მაინც აი სიაგზელებს მაინც თანამოასაკეებს, შემოიკრიბავს და ამას ხაზს უსვამს მემატიანე და თანამდებობებზე და რაღაც გავლენებზე ლაშა გიორგი როგორც ჩანს უკვე ცდილობს რომ ეტაპობრივად ჩაანაცვლოს თამარის დროინდელი არისტოკრატია. აქეთკენ საქმე მიდის, მაგრამ მაინც ბოლო-ბოლო მთავარი პრობლემა მივა იქამდე რომ ცოლი არ მოყავს, ხო? ეუბნებიან რომ ნუ ცოლი უნდა მოიყვანო, მაგრამ ცოლი არ მოყავს ლაშა გიორგის. და ვინ მოყავს აბა, ხო? ეს არის რაღაც ველისციხელი ქალი, დიდი ალბათობით გლეხის ქალი, რომელიც მოეწონება და წამოიყვანს თბილისში. შეიძლება არც იყო გლეხის ქალი და რომელიმე თუთა წორილი ფეოდალის იქნებოდა შეიძლება.
შეიძლება გლეხის ქალია და შეიძლება აზნაურის, წვრილი აზნაურის ქალი. ხო, აი ესე უფრო შეიძლება შეძლებულ გლეხსია გათხოვილი. ანუ ეგეთი, ან ძალიან ქვემოთ არის რა, ანუ ძალიან შორია. ძალიან შორია ბაგრატიონისგან იქ, ძალიან შორია, მაგრამ ძალიან მიიყვანა და შეიყვარაო. წერია, მე გაუჩნდათ შვილი დავითი, ჯანმრთელი როგორც ამბობს, ძალიან კარგად ეს მინიშნებას აკეთებს ამ დავითზე, რომ აი ძალიან ცუდი ცხოვრება ექნება, მაგრამო დიდი განსაცდელების მერე მეფე გახდაო და მე ვნახავთო ამას. ეს კარგი ჩართო აქ, მაგრამ ნუ აღსაზრდელად მისცა თავის დას რუსუდანს ეს ბიჭი და აი ამის შემდეგ არის რომ ლაშა გიორგი თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებს, აი მე რაც მოვყევი ხო იქ წავა, აქ წამოვა და ასე შემდეგ მართვის ამბავში. მაგრამ ეს კათოლიკოსები, ანუ ხაზგასმულია რომ აი ცოლქმრობის ამბავში უფრო სასულიერო არისტოკრატია არის წამოწეული წინ, რომელიც ამას აპროტესტებს, იმიტომ რომ არის რომ შეიკრიბნენ კათოლიკოსნი, ეპისკოპოსნი და ვაზირნი. და ესენი ეუბნებიან რომ ნუ არ შეიძლებაო რომ ხევალი გესვასო და ცოლი არ ყავდესო, იმიტომ რომ ნუ ხორწილი არის წმინდა, ანუ ხასაგებია, რასაც გულისხმობენ და ეს რაღაცა რუშები და მეძაობა და ეს ამას ღმერთი სჯის. მაგრამ ლაშა გიორგი არის ცოცხალი თავით უარზე და აქ არის საინტერესო რომ წარგვარეს ქალი იგიო. დედა დავითისი და ქმარსავე მისცესო. ანუ ლაშა გიორგი წინააღმდეგია. მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს ამის, ასე ვთქვათ, თავის წინააღმდეგობის გასატანად, ხო? მას წაართმევენ ამ ქალს. წაართმევენ, რა ხაი გამოწევა არ ამგონია ყოფილიყო, გულისხმობ რომ დაათმობინეს ეს ქალი, ხო? და აქ მე მგონია ეს მოხდა იმიტომ რომ ლაშა გიორგის გარშემო ძალიან ერთსულოვანია, უბრალოდ მის წინააღმდეგ ძალიან ერთსულოვანია როგორც სასულიერო, ისე საერო არისტოკრატია. და ეს გარკვეულწილად გასაგებია. იმიტომ რომ უკვე საქართველოს სამეფოს და საბაგრატიონთა საგვარეულო ისეა რომ ეს არ არის რაღაცა ტომის ბელადი არ ახარ, ხო, შენ მეფე ხარ და დედა შენისთვის სადღაც რუსეთში ვეძებდით სამეფო სისხლის მქონე ტიპს და ხორწინება არ ყოფილა ისეთი რომ თანასწორი არ ყოფილიყო ჩვენი მეფისა დედოფალი და ეხლა შენ გინდა რომ რაღაცა ლეხის გინა აზნაურის ქალი წამოგვაჯინო თავზე როგორც რა ვიცი ვინ თან ცოლათაც არ მოკავს და ვერ მოიყვან გასაგებია რატო დაჟე გათხოვილია და თან გვინდა რომ ესე იგი ეს იყოს რა ჩვენი დედოფალი თუ ვინ გინდა რომ იყოს და მე მესმის ეს დაძაბულობა და მესმის ისიც თუ რატომ წარგვარეს ქალი რას ნიშნავს რატომ ვერ აღუდგა საყვარელი ქალის წართმევას ბჭყალებში ლაშა გიორგი ჩემი აზრით აქედან რომ სრული სპექტრი ალბათ ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი არისტოკრატიისა ამის წინააღმდეგია და მერე კი გამოიჩენს რაღაცა პატარა ბავშვივით იბრს რომ აი მე ცოლად აღარ მოვიყვან არავის იმიტომ რომ ის ქალი მიყვარდა და ამას არის მერე კიდე ერთხელ მოყოლებული რომ ნუ ჭამასმა და ლოთობა და რა ვიცი შეიძლება ამ ქალის მის გამოც გალოთდა რა იცი exciting version. მაგას ვერ გაიგებ, მაგრამ ნუ მოაყოლა აი ამ ქალის ეპიზოდს მოაყოლებს ჟამთ აღწერელი რომ ჩამოთვლის მე აი გემოთ მოყარეობა და ვერცხლის მოყარეობა და დიდების მოყარეობა და სმაჭამა ლოთობა ნებები მთელი ამბები და ყველაფერი აი ეს საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე რომ ღმერთი მოგვივლენს საჯელს და თან მარტო მეფეზე არ საუბრობს ჟამთაღწელი და ეს არის საინტერესო რომ ესევე იქცეოდა ნათესავნი ანუ ქართველები ზოგადად ასე იქცევიანო ეს არის გარკვეული პარადიგმა რომ მეფის როგორც
ასე ვთქვათ, სიმბოლოსი თუ მაგალითის მეფისგან არის აღებული, საზოგადოების მაგალითი და მეფე თუ ცუდად იქცევა, ხალხი ცუდად იქცევა, ეს არის, ხო, ასეთი პარადიგმა არსებობს. მეფის ცოდვების გამო ისჯება ყველა, მეფის ცოდვების გამო ცოდვილია ხალხიც და იდეაში მეფე უნდა იყოს ვინც უნდა იზრუნოს ქვეშევრდომების სულების ხსნაზეც, მაგრამ რომელიც სულების ხსნაზეა საუბარი, თვითონ მეფეც ცოდავს და ნუ გასაგებია რომ ამ ცოდვას უნდა მოხვეს გაფრთხილებაც და სასჯელიც. და ამ მიმართულებით მიყავს ჟანთა აღწერის ტექსტი და ანუ სამართლიანად შენიშნული არაერთგან რომ ისევე როგორც ფაქტობრივად ყველა მემატიანე და ყველა მოაზროვნე შუა საუკუნეებისა გარკვეულწილად რაღაცა ფორმით და დოზით ეს პროვიდენციალიზმია. თუმცა მე აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ პროვიდენციალიზმი იქით იყოს და კი ბატონო, მაგრამ იმის თქმა უბრალოდ რომ პროვიდენციალიზმია ეს ეხსნის ჟანთა აღწერილი და დავანებოთ თავი და არ შევიდეთ სიღრმეში, ეს არ მგონია სწორი, იმიტომ რომ მოდი ესე შევხედოთ. დავუშვათ და რატომაც არა, ვთქვათ რომ ლაშა გიორგის დროს მეფე სამეფო კარი, მისი მეუღლე, მისი დაც რუსუდანიც, რომლის ქცევაზეც ქართული კი არა, აგერ იგივე იბნალ ასირი რეებს გვიყვება, რაღაცა ამ ამბავში გარეულია, ანუ იქ ფუფუნება, აიჭამასმა, ლოთობა, ღრეობა თან როგორ თქვა, გათამამებული, გაბლატავებული ამ ბოდიში ამ სიტყვისთვის სამეფო კარის, ახალგაზრდების, ძლიერი ქვეყნის მართველის აი იმაში ჯდება რა მოდელში, რომ შეიძლება მართლაც რაღაცა იმ რაღაცა ქრისტიანული, მორალური შეხედულებებიდან საკმაოდ გადახვეულად ცხოვრობს სამეფო კარი. და ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია რომ ასეთი რეალობაში ქვეყანა მართლა რეალურად სუსტდება. იმიტომ კი არა მაინდა-მაინც რომ ეს პროვიდენციალიზმია და ამის გამო ღმერთი გჯჯის, აი ეს ღმერთის ამბავი რომ ამოვაგდოთ, ქვეყანა ასე დროს მართლა სუსტდება. ვფიქრობ, სუსტდება, დუმდება, რაღაცა კარგავს, როგორ თქვა, სიფხიზლეს, სიხისტეს და გარკვეულწილად მორალური გაარღვნა სახელმწიფოსი აისახება ხოლმე მერე შემდეგ მის პოლიტიკურ ძლიერებაზეც და თქვა შეიძლება რომ ამის მაგალითები სოფლიოს ისტორიიდანაც მოვიყვანოთ. ამიტომაც ახლა როცა ჟანთა აღწერელი ხაზს უსვამს რა მდგომარეობა სამეფო კარზე და შემდეგ ხალხში ეს მარტო რაღაცა პროვიდენციალიზმის სტრუქტურას კი არ მიყვება, დაშვება შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს მართლა შეიძლება იყოს მიზეზი რაღაც ფორმით სამეფო კარის და სახელმწიფოს პოლიტიკური დასუსტებისა. და სწორედ ამ პერიოდში არის რომ ეს კათალიკოსები და განსაკუთრებით ივანე ათაბაგი რომ მძიმდაო ამის ყურებაო და ვეღარ გაკაჩესო სამეფო კარზე, ანუ მეფესთან სიახლოვე და თავთავის მიწებზე წავიდნენ. ესეც რაღაცა ძალიან საინტერესო ჩანს, რომ წარმოვიდგინე ახლა ივანე ათაბაგი, რომელიც არის ბევრად უფროსი ვიდრე მეფე და მისი თანამოასაკეები კი ფლობს ან დიდ გავლენას და ძალაუფლებას, მაგრამ არა იმდენს რომ რაღაცა მეფის წინააღმდეგ წავიდეს, ან მეფის წინააღმდეგ როგორ უნდა წავიდეს, ან რა უნდა ქნას, ხო? ანუ ვერაფერს ვერ იზამს, ხო? მეფეს ვერ ჩამოაგდებს და თავზე გვირგვინს ვერ დაიდგამს. პრეტენდენტიც ალტერნატივაც არ არსებობს ამ დროს ქვეყანაში, რომ ლაშა გიორგის ან ნახევარ-ძმა ყავდეს, ან ვიღაცა ყავდეს, რომ მოდი ის გავამეფოთ, როგორც მაგალითად თქვა ბაგრატ მეოთხის დროს მოუნდომეს, ხო? მის ნახევარ-ძმას გამეფება. და რა უნდა ქნას, ეხლა ადგება და წავა ლორეში. წავარაუდოთ. სადმე ხო? ანუ თავის შემდგომში ჩანს რომ დვინში არის ეგ. დვინში ბოდიში ხო? მონღოლების გამოჩენის დროს არის დვინში. ხო? ანუ წავა და იქ არის, რომ ვერ უყურებს ამას იქ რაც ხდება. ანუ ამიტომაც ვამბობ რომ ჟანთა აღწერლის ეს ამბავი ამ ფუფუნების და ეს არ არის უბრალოდ ამბავი ამბისთვის რომ ჯაჭვის შეკრას ლოგიკურად პროვიდენციალური. არა, ეს სავსებით რეალურია. შეიძლება რომ იყოს სავსებით რეალური, რაც იქ ხდება, აგერ კაცი ვერ უძლებს
თან მისი ასაკისთვისაც რაღაცა ისეთი ხდება, ხო? ხვდები რასაც ვამბობ და მსვენელიც მიხვდება, ცხადია და ამიტომაც განერიდება და მიდის და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შეიძლება გავიგოთ ეს წასვლა ივანე ათაბაგის იმ მეფის წინააღმდეგ წასვლის. ანუ არ შეიძლება ასე გაგება. რატო? იმიტომ რომ ივანე ათაბაგი, როდესაც მონღოლები გამოჩნდებიან, რას აკეთებს? ეგრევე აგზავნის ამბავს მეფესთან. და ორგანიზდება საერთო წინააღმდეგობა. ანუ ივანე ათაბაგი აი რაღაც წასვლის მერე თუ რაღაცა, არც არ წასულა რეალურად იქ არის. ანუ მონღოლები რო გამოჩნდებიან, იქ არის და მეფეს ელაპარაკება და მეფესთან ერთად ებრძვის აი ამ ტერს. ანუ კი არის შიგნით ეს დაძაბულობა, მაგრამ ეს არ არის იმდენად ისე შორს წასული, რომ აი ეს მუქარა ივანესი რო იცი მე ლაშალაშ რო დაღარ წამოვალ, ანუ როცა ტერი შემოვიდა, ივანე იქ არის, როგორც უნდა იყოს, ხო? აქედან გამომდინარე ეს წასვლა ცოტა, ანუ მეფის წინააღმდეგ წასვლა მაინც და მაინც არ არის. ეხლა მეორე საქმეა თვითონ ინიციატივა ლაშა გიორგის რო ყოფილიყო ივანე რა ხელა ენთუზიაზმიდან რამ ხელა ჯარს გააყოლებდა სადმე სალაშქროდ, იმიტომ რომ თავდაცვა მაინც კიდე სხვა რეალობაა, ხო? ანუ რაღაცა მაგ დროს ფორს მაჟორია და ნუ გიწევს. მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა ივანე ამ მონღოლებს არ ხვდება და არეუნება რომ მობრძანით ბატონო დავბრძანეთ და აგერ არის მეფე და შეგიძლია დაამარცხოთ. ხო? როგორც შეიძლება დაექნა, რა ვიცი, მეფის წინააღმდეგ წასულ ნებისმიერ ფეოდალს, მაგრამ ივანე ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ის უბრალოდ გაერიდა იმას, რაც ვერ აიტანა. და ამის წინააღმდეგ ისე რას ვფიქრობ, იცი, ამას გარდა კიდევ ხანგრძლების ერთგულებას, ჩემი აზრით, აქვს ერთი კიდევ ფაქტორი. ხანგრძლები ან შედარებით გვიან შემოსული გვარი არის ქართულ სისტემაში, ხო? ახალია გიორგი მესამის პერიოდი. გიორგი მესამის პერიოდში ხდება აი ხანგრძლების დაწინაურება, ასე ვთქვა და ფეხის მოკიდება და თანაც ისინი არ არიან ქართველები. ანუ ისინი არიან უცხო მიდან მოსული, ხო, ქურთული წარმომავლობის დინასტია არის, რომელიც არის გასომხებული რელიგიური თვალსაზრისით და თავის თავს თვლის სომხებად თანაც. და შესაბამისად ახლა ის მაშინ კი არ არის მკაფიოდ ესე გამიჯნული ამ თვალსაზრისით, ხო, ერთმანეთისაგან ისინი ქართველები და ისინი ხო ამ შემთხვევაში აი როცა ის შენი ფეოდალია, რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, რაღაც ერთი მასში განიხილება ამ თვალსაზრისით არ არის მკაფიოდ გამიჯნული ეთნიკური ნიშნით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა მაინც მიუხედავად იმისა რომ თავის ძროზე ხა ეს ივანე ხანგრძლელი უკვე მართლმადიდებელი იყო. ანუ განსხვავებით ზაქარიასაგან. ზაქარია იყო ანუ აბსოლუტურად რელიგიურადაც სომეხი იყო, ანუ გრიგორიანელი იყო, მაგრამ აი ივანე მიიღო მართლმადიდებლობა და გაქართველდა ამ თვალსაზრისით ქართველების თვალში. მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც უცხო კომპონენტი არის. ახლა ქურთული დინასტია საქართველოს სამეფოს ვასალად. მაინც სხვა არის. ანუ მას ჭირდება მეფე თავის ძალაუფლების ლეგიტიმაციისათვის, მაინც რომ დანარჩენი ამ სისტემაში იარსებოს როგორც ძლიერმა შემთხვევაში მონაპირე ერისთავმა და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ესეც გარკვეული ფაქტორი არის ხანგრძლების აი გამუდმებული მიუხედავად გარკვეული დაპირისპირებებისა მეფისადმი ერთგულების შენარჩუნებისა. ალბათ ესეც არის ეს ნიშანიც არსებობს. შედაშორის აქ წერს ჩვენი ერთ-ერთი კითხველი მსმენელი წერდა რომ იქნება აი რა შეგიძლიათ თუ შეეხებთ რინდებით ახსენოთ ვინ არიანო რინდებიო და რა ურთიერთობა შეიძლება ქონოდა მეფესთან ამ ხალხსო და აქ მე იმას იმით დავიწყებ რომ ლაშა გიორგი რომელიც როგორც თქვით ჩვენ დიდ ფეოდალებს უპირისპირდება რა თქმა უნდა ეძებს ალტერნატიულ მოკავშირეებს ასევე მათ წინააღმდეგ ხო ეს მოკავშირე მეფეებისთვის არა მარტო საქართველოში არამედ ევროპაშიც ფეოდალურ სტრუქტურაში სადაც არის ყველგან შეიძლება იყოს შედარებით უფრო დაბალი ფენები რომელთაც გარკვეული შეაძლებლობები აქვთ რომ მეფეს დაეხმარონ აი მათ შორის ესენი შეიძლება იყვნენ ხელოსნები ვაჭრები ქალაქის მოსახლეობა ზოგადად რომელიც მისდევს სხვადასხვა ხელობას. ზოგადად ქალაქის მოსახლეობა ეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა არის მეფისათვის, იმიტომ რომ ხა ის ხალხი ქმნის დოვლათს ქვეყანაში ფაქტობრივად. ხო ისინი ვაჭრობენ, ისინი მოგზაურობენ, ისინი აწარმოებენ. შესაბამისად ეს ხალხი არის მდიდარი, ანუ ფულიც აქვთ მათ საკმარისი და თანაც ქალაქის მოსახლეობა შემთხვევაში თბილისის და თბილისი გულისხმობ პირველ რიგში ხო ქალაქში აქ არის ძალიან მრავალრიცხოვანი ხა იქ 15000 კაცსაც რო ეცხოვრა, თუნდაც ხო როგორც იმპერიის აზომების მიხედვით ჩანს დაახლოებით. ეს
საქართველოს იმ პერიოდის მასშტაბისთვის ძალიან დიდი არის რა და შესაბამისად მეფეს სადმე მხარდაჭერა ქალაქის მხარდაჭერა გარკვეულწილად მნიშვნელოვანი იქნებოდა მეფისთვის ამ შემთხვევაში იგივე აი ამ დანარჩენი არისტოკრატული საგვარეულოების წინააღმდეგ. მით უმეტეს რომ გავიხსენოთ ჩვენ გიორგი მესამის დროს ვისი დაწინაურება ხდება ხო თანამდებობებზე ადამიანებისა რომლებიც არ არიან მაღალი წარმომავლობისა ეკუთვნიან ან საქალაქო ფენებს ეკუთვნიან ან რაღაცა გვარდიული ნაწილების ჯარისკაცი შეიძლება იყოს მაგალითად ეს უბასარი ხო ნაყივჩაღარი ყივჩაღების იმის მონასტრის ან რაღაცის წარმომადგენელი აფრიდონი და ასე შემდეგ ანუ ხალხია რომელიცაც არ აქვს წარჩინებული ისე წარმომავლობა მაგრამ მაინც აწინაურებს მათ გიორგი მესამე იმიტომ რომ დაუპირისპიროს ესენი ამ ფეოდალებს და გამოიყენოს მათ წინააღმდეგ ანუ სხვა ძალას უნდა დაეყრდნოს რა მათ წინააღმდეგ ხო ასე რომ მე ვფიქრობ რომ ლაშა გიორგის დაახლოებით იგივე რაღაცას აკეთებს ამითი რომ ის უახლოვდება ქალაქის მოსახლეობას ქალაქის ფენებს და ცდილობს რომ შემოიკრიბოს გარშემო ისეთი ხალხი ვინც მასზე იქნება უფრო მეტად დამოკიდებული და იქნება მისი ერთგული განსხვავებით იმათგან ვინც მისი დედის დროს გაძლიერდნენ და უკვე თავიანთი ის გააჩნიათ თქო ძალაუფლება პირიქით თვითონ ლაშა გიორგის ძალაუფლებაა დამოკიდებული მათ იმაზე მხარდაჭერაზე ამ კუთხით ხო ასე რომ მეფე ყოველთვის ეძებდა ასეთ მხარდაჭერას როგორც საქართველოში ისე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოებში მაგრამ რა თქმა უნდა ამას ემატება ნამდვილად ალბათ ლაშა გიორგის ის თავისებური ხასიათი და გატაცებები რაც ჩვენ ვახსენეთ აი ძალიან რომანტიკული ფიგურა არის ხო იმ პერიოდისა როგორც რიჩარდ ლონგული მართლაც ისიც რიჩარდ ლონგული ალბათ რა თქმა უნდა ბევრი მითი არის მასზე ძალიან ბევრი ლეგენდა არის როგორ დადის ხა უბრალო რაინდად გადაცმული და ასე შემდეგ ხო მათ შორის ყველაზე პოპულარული ვერსია უოლტერ სკოტის აივენჰოშია ხო შავი რაინდი რო არის რიჩარდ ლონგული და დახეტიალობს და სვამს იქ ბერებთან ერთად რაღაცა მიწურებში ტურნირებში მონაწილეობს და შემდეგ აი რაღაცნაირად აი ლაშა გიორგის ურთიერთობა იმ პერიოდის ხალხთან რო ის უბრალოდ ჩაცმული გადის და ქალაქში იქ რინდებთან ჩხუბობს და თვალს ამოთხრიან იქ იმის დროს შუბის დროს და სვამს თაფლუჭს ხოდა შორის ძალიან საინტერესოა თაფლუჭს სვამს ლაშა გიორგი ამას ამ დროს მივაქციე ყურადღება რომ ეს სასმელია მოხსენიებული რომელიც ქართულ ნუ არ მახსენდება მაინც და მაინც რომ იყოს ხოლმე აღნიშნული და შემდგომში აი ეს თავგადასავლები აქვს მთელი ამ რინდების გარშემო და აი აქ ვახსენოთ ვინ არიან რინდები არის აღმოსავლეთწოდნეთ ამას ნატროშვილი წერს მათ შესახებ რომ ეს არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს მოკეიფეს მსმელს თავზე ხელაღებულ ლოთიფოთს ასეა გახსენილი მაგრამ რეალურად როგორც მიიჩნევენ აღმოსავლეთწოდნეები რინდები ამ შემთხვევაში არის სუფიური სექტა გარკვეულწილად ისლამისა რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ჯერ კიდევ მე-7 საუკუნის მიწურულს უკვე არსებობდნენ სუფიები ანუ ჯერ კიდევ მაშინ როცა ისლამი ახალი ჩასახული არის გარკვეულწილად ანუ მალევე ჩდებიან ისინი და ძალიან პოპულარული იყო სხვადასხვა ახლო აღმოსავლეთში მოძრაობდნენ ესენი დერვიშულ სოფიური ის იყო რა მისტიკურ ფილოსოფიური სწავლების მიმდევრები იყვნენ და მათი წარმოდგენები განსხვავებით აი მაგალითად აი სუნიტი ჟიიტი ძალიან ისეთი კაცრად წესრიგის დამცველი ანუ ისლამის წესრიგის ორთოდოქსი მუსლიმებისგან განსხვავებით უფრო განცილებით უფრო თავისუფალი იყო ანუ ისინი იყვნენ აი უფრო ესეთი ცხოვრებით მოკლედ რომ თქვა გარკვეულწილად ხო აი რაღაც ეპიკურეანელები იყვნენ ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად რა ანუ ისინი უფრო ასე ცხოვრობდნენ და შესაბამისად აი თუ ბევრს აქვს ალბათ ნახე სუფიებს რაღაც თავისებური ცეკვებიც კი აქვს თავიანთი და რაღაცა რიტუალები და ასე შემდეგ რომელიც ასოცირდება აი ასეთ თავაშვებულ ბოჰემურ ცხოვრებასთან. ბოჰემური ცხოვრება, კი ბატონო. ხო, აი მე რომ ვკითხო, აი ეს სიტყვა თვითონ რინდი, რაც არის, რასაც აღწერს, ეს არის ბოჰემა რეალურად. ანუ ბოჰემაა რა, ეს შინაარსით არის ბოჰემა, კი. შინაარსით ბოჰემა და ლაშა გიორგი როგორც ჩანს აი გატაცებული იყო ამით და სულაც არ არის გასაკვირი. ალბათ გახსენდება თუნდაც იგივე დავით აღმაშენებელი რა კარგად იცნობდა ისლამს, ხო, ყურანს მათ შორის და მათთან დებატებიც კი ქონდაო მუსლიმებთან, ხო, სწავლულებთან. ასე რომ ქართველი მეფეები მარტო რაღაცა ქართულით კი არ შემოიფარგლებოდნენ, მათ ძალიან დიდი განათლება ჰქონდათ იმ დროის სკოლობაზე რა. მათ საუკეთესო მასწავლებლების დიდდნენ ხოლმე ბავშვობიდანვე, ენებიც იცოდნენ უცხოური, წიგნებზე თუ ვინეს ხელი მიუწვდებოდა იყო
მეფე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მის კარზე ხდებოდა ყველაფერს გადაწერა, მოტანა და შემდეგ ყველა იმ პერიოდის ის იყო საქართველოში მოღვაწე, რელიგიური მოღვაწე იქნებოდა საერუდო ასე შემდეგ, მეფის მასწავლებლად მოყავდათ და ის მეხმარებოდა ყველაფერში და შემდეგ შესაბამისად ხა მეფეს ეცოდინებოდა იმ პერიოდის ფილოსოფიაც, ისტორიაც, ლიტერატურაც, პოეზიაც ასე შემდეგ და რა თქმა უნდა უჩნდებოდა ასეთი ინტერესები. რიჩარდ ლონგულიც ასე იყო, ზუსტად. რიჩარდ ლონგულის გატაცებული იყო, მითქია თვითონ წერდა, მუსიკასაც წერდა თვითონ და შემორჩენილიც კი არის. რიჩარდ ლონგულის დაწერილი ისა რა ქვია, სიმღერა აკვიტანია იყო, მაშინ პოეზიისა და მენესტრელების ისა მხარე, ხო, მინეზინგერების და შესაბამისად რიჩარდმა მაშინ ისწავლა იქ, იმიტომ რომ იქ იყო გაზრდილი და ამ შემთხვევაში ლაშა გიორგის და ზოგადად ქართველი მეფეებიც ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ მათ ამ მხრივ განათლება აქვთ. გავიხსენოთ დემეტრე პირველი, თუნდაც ხო მას მიეწერება შენ ხარ ვენახი, ასეთი საგალობელი, ანუ ის ქმნის თვითონ მუსიკის შექმნა შეუძლია, ლექსსაც წერენ. მე გვიანდელი ქართველი მეფეები გავიხსენოთ, ხო, რამდენი ლექსები აქვს დაწერილი, პოეტები არიან, მეფე პოეტები ხოს. ხო, ასე რომ აი ეს დამახასიათებელი, ჩემს ლაშა გიორგის აი ამ მხრივ ასეთი დეტალური აღწერა, რომ აი ყველანაირ დეტალზე მიქცეული ყურადღება ვისთან სვამდა, რომ რასაკეთებდა, როგორ იქცეოდა შემდეგ, ჩემს უფრო არის ჟამთა აღწერის დამსახურება გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჟამთა აღწერილი განსხვავებით სხვა ავტორებისაგან იგივე პერიოდისა, ხო? აი ასეთ დეტალებს ყურადღებას აქცევს და არ ერიდება რომ დაწეროს ხოლმე. ამიტომ არის ის გამორჩეული მემატიანე სხვადასხვა დაცულია, ხდები დროში დაშორებულია და დაცულია ხალებში. რა, ამიტომ ის რადგან სხვაგან არ წერია, იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან ეს არ ხდებოდა. ხა მე არ ვამბობ რომ ყველა მეფეს ლაშა გიორგისავით უყვარდა დალევა და დროსტარება, მაგრამ თელ რიგ საკითხებში, მაგრამ უმრავლესობას ეყარებოდა. აბა მაშინ ეხა წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების მონარქი. ის რომ რაღაცები ლაშა გიორგიძე წერია და არ წერია სხვაზე, აი ხა მატიანე ქართლისაიში ესეთი დეტალები ვერ გამოჩნდებოდა. ხო? იგივე გიორგი პირველის თუ ბაგრატ მეოთხის ცხოვრებაში ესეთი დეტალები ვერ გამოჩნდებოდა, რომ ტექსტი რო კი სხვა ტექსტია, სხვანაირი ტექსტია. ლაშაკის და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან ესეთი დეტალი ვერ გამოჩნდებოდა. მე არ ვამბობ რა უცებად უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ რომ ყოფილიყო ვერ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ პანეგერიკია ლამის, ხო? ხება დიდება არის. და იგივე თამარის ისტორიკოსებთან. აი, ჟამთა აღწერილის მთელი ხეშატოთ მუღამიც ეგ არის, რომ აი ესე დეტალებს ყურადღებას გიქცევს, შეიძლება რაღაცას აბუქებს, მაგრამ თლიანად ყველაფერს არ ვერ გააბუქებს, ხო? და აი ეს რაღაცას აბუქებს, ძალიან საინტერესო არის უკვე მონღოლების გამოჩენის შემდეგ, რაც ერთი რომ არ ჩვენი დაწყებული ბრძოლების კარგი გაგრძელება და მეორე ძალიან მნიშვნელოვან საკითხის გარშემო ნათელის მოფენას ემსახურება ფართო წრეებისთვის, როგორიც არის ჯარების რიცხოვნობის საკითხი. და ამას მიუბრუნდებით, ამიტომ სვენელი ამას ყურადღებას თუ მიაქცევს, კარგი იქნება. ხო და ეხლა რაც შეხება მონღოლებს, მე მგონი მონღოლებზე ლაპარაკი ცლად არ გვინდა, ხო? ეხლა იქ რო ჩინგის ყაენმა ვიღაცები გააერთიანა ტომები და წამოვიდა. ხო, სამეფო კარის თამაშებში ნაკლებად. ამიტომ ეხლა მონღოლების ისტორია მეტნაკლებად ყველამ ვიცით. თუ ეს რა განგება ინებებს ამ შემთხვევაში შენზე მაქვს საუბარი მონღოლებზე ცალკე ეპიზოდის ჩაწერა შეგიძლია რომ ასე ვთქვათ დააორგანიზო, ამიტომ აქ მე კი შევინახოთ ეგ თემა რა, ასე ვთქვათ. ხო, შემოვინახოთ, მოკლედ საქმე ის არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ გიორგის დროს ყველაფერი ამის შემდეგ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, კი ქვეყანაში ეს არის რომ გაექცნენ ხცოვანი ფეოდალების სასახლის კარიდან, კი არის ეს რაღაცა მორალური ცოტა გარყვნილებისკენ წასული სამეფო კარი, რაც უკვე ერთხელ აღვნიშნე, რომ მიგინდა არ გინდა პოლიტიკურ ამაზეც მოქმედებს ჩემი ხშირ შემთხვევაში. გვაქვს მემკვიდრის პრობლემა, იმიტომ რომ იქ მარტო ის ხალი კი არ არის პრობლემა, არამედ შვილის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ცალსახად უკანონო შვილად არის იქნება შემდეგ აღიარებული, რაც გამოიწვევს ძმიდან დაზე ტახტის გვირგვინის გადატანას, თუმცა უნდა ითქვას, რომ 1220 წლისთვის, რაც შენ უკვე თქვი, საქართველოს პრესტიჟი არ არის არანაირად დაცემული. ლაშა გიორგი არის მეფე, რომელიც მართავს, რეალურად მართავს და სწორედ ამ დროს გამოჩნდებიან
მონღოლები. ეს არ არის მონღოლთა ის ლაშქრობები, რომელსაც მოყვება ქვეყნის დაპყრობა, ეს არის რაღაცა დაზვერვითი ტიპის ლაშქრობა, თან ნაწილობრივ ის მოსდევენ, ვთქვათ, ხვარაზმშახს, ჩვენთან შემოდიან, რამდენჯერმე შემოდიან და პირველ შემოსვლას გაუსმევ მე ამ შემთხვევაში ხას. ეს უკვე ვთქვი, რომ ამ დროს, ესე იგი, ვარამ გაგელი და ივანე ათაბაგი არიან ისინი, ვინც მეფეს აცნობებენ მონღოლთა მოსვლას და შემდეგ აი რომ მეფე მოუწოდა სპათა თვის და იმერთა და ამერთა. ანუ დაახლოებით იგივე ხდება, რაც აი განძასთანაც ესე არის. და იმერი და ამერი. ოღონდ აქ ჩაშლილი აღარ არის, მე ტექსტები, რომ ცხადია ხო, რომ პეირო შემოუნა ეომო, აღარ უნდა ამას ბევრი განმარტებების გაკეთება თუ რატო უნდა ეომო, ხო, როგორც ვთქვათ, დასაწყისში იყო მოცემული. თუმცა აქაც რა თქმა უნდა რაღაცას ეტყოდა. მაგრამ აქ საინტერესო არის რა, რამდენი მონღოლი შემოდის და რამდენს ახვედრებს საქართველოს მეფე. ოღონდ ეს წმინდა სამხედრო ისტორიული თვალსაზრისით კი არა, ანუ მაგის განხილვას კი არ ვიწყებ, ის რამდენს შემოიყვანდა და ჩვენ რამდენს დავახვედრებდით. არამედ წყაროში როგორ არის ეს მოცემული. წყაროში არის მოცემული ჟანთა აღწერელთან, რომ მონღოლები ჯებედა სუბუდაიზე არის საუბარი, ეს ორი ძალიან ცნობილი სარდალი მონღოლებისა, შემოდიან 12000 მეომრად. ამ რიცხვზე რომ გავაკეთოთ ძალიან პატარა კომენტარი, არის ლოგიკური რიცხვი, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაც დიდი არმია, ჩვენგან ავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და იქ მდინარე კალკასთან მოხდა ცნობილი ბრძოლა და იქაც სხვადასხვა მონაცემებით 12-დან 17000-მდე მერყეობს მონღოლების და არა იქ კიდე ყავს მას ასე ვთქვათ დამატებით სხვა ძალები გზადაგზაკრეფილი ასე ვთქვათ მერყეობს ამ რიცხვებში, ამიტომ ჟამთა აღწერილის და რაღაცა შედარებით თანამედროვე კვლევით მიღებული დაახლოებითი რიცხვი ერთმანეთს ემთხვევა, რაც სავსებით ლოგიკური რამდენი იყოს, მაგრამ რამდენია ქართველი. ქართველი არის 90000. ანუ ლაშა გიორგი 12000 მონღოლის წინააღმდეგ ჟამთა აღწერილის მიხედვით გამოიყვანა 90000 მხედარი. ეხლა აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ესე არ არის, ხო? ანუ 90000 მხედრის გამოყვანა ფიზიკურად არ შეეძლო საქართველოს. ხო, ახლა აქ შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ მონღოლებმა რო აღწერეს რამდენი ბრძოლის უნარიანი ის გამოდგაო, მაგრამ მოდი მოკლედ ვიტყვი, რომ ხო, რა და გავა. ეს არის ჩვენ ამას გვისაუბრია, მე ყოველას ურჩევ რომ მოусმინოთ ეს ეპიზოდი სამხედრო ლოგისტიკის შესახებ ქვია, მამუკა წურწუმია ხავს მოწვეული, ეს არის წინვალე ეპიზოდი ამ თემის დეტალებში შესაშლელად, მაგრამ ზოგადად ვთქვათ, რომ მონღოლების აღწერილი ამ შემთხვევაში 90000 ბრძოლის უნარიანი მამაკაცი მოიცავს საქართველოში ყველა ოჯახს, ამ შემთხვევაში გლეხი იქნება, ეს არისტოკრატი იქნება თუ რა იქნება, ყველას აბსოლუტურად. გიორგი ჟუჟნაშვილის გამოთვლით მონღოლურმა შეისწავლა მონღოლური აღწერა დაახლოებით 2.250.000 ადამიანი იყო ითვლებოდა მთელი საქართველოსა და იმ პერიოდის საქართველოს, ანუ იგულისხმება სომხეთსაც რომ მოიცავს და შემდეგ მაგ ტერიტორიაზე და აქედან მაგდენი კაცი უბრალოდ აღწერილი იყო ოჯახების მიხედვით, რომ შესაძლებელი იყო პოტენციურად, რომ ანუ იარაღის ხერხში ჭერა შეძლებოდა, მაგრამ იქ საქართველოს სამეფო წარმოიდგინეთ, რომ არის ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც სამხედრო პოტენციალი დგას, რა თქმა უნდა, არისტოკრატიაზე, რომელიც შეადგენს ქვეყნის 1-დან 2%-მდე დაახლოებით და ამას ზოგჯერ ემატებოდა ხოლმე ძალიან ცივი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დროს შეიძლებოდა, რომ გლეხების რაღაც მცირე რაოდენობა წაეყვანათ ამავე დროს მსახურეულთან ერთად. რაც მთლიანობაში გვაძლევდა ხოლმე ჩვენ რიცხვს, აი ყველაზე მეტი რომელიც სამხედრო ისტორიკოსებს აქვს დათვლილი არის აი 15-დან დაახლოებით 30000-მდე ალბათ ეგეც სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით და არა იმისა, რომ ბრძოლის სფეროზე ამდენი გამოვა ამ შემთხვევაში. და ეს არის იმ დროისთვის, ანუ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპისთვის ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი არმია, იმიტომ რომ სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით საქართველოს ჰქონდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმიის გამოყვანის უნარი, თუ შევადარებთ იგივე დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს, ან თუ შევადარებთ იგივე ამ პერიოდის ბიზანტიას, ან თუ შევადარებთ ახლო აღმოსავლეთის შედარებით მომცრო ისლამურ პოლიტიკურ ერთეულებს და ამიტომ იყო
იყო რომ ის გაძლიერდა ამავე პერიოდში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ არც ხვებს აყავთ ამ პერიოდში მილიონიანი და 500,000-იანი არმიები და არც საქართველოს არ აქვს ამის შესაძლებლობა რომ 90,000 კაცი გამოიყვანოს, იმიტომ რომ უბრალოდ 50,000 კაცზე მრავალრიცხოვანი არმიის მართვა შუა საუკუნეებში, კომუნიკაციების გამართვა და ლოგისტიკა და გადაადგილება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო და ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს აჩვენა გერმანელმა სამხედრო ისტორიკოსმა ჰანს დელბრუკმა. შესაბამისად, ეს საკითხი, ამ კუთხით თუ გვინდა რომ სამეცნიერო კუთხით განვიხილოთ, მე გირჩევთ რომ მოისმინოთ შემდგარ მითითებული ეპიზოდი, ან წაიკითხოთ ის სტატია, რომელსაც მე ჩავაგდებ აუცილებლად ამ პოდკასტის ქვემოთ, ეს არის არმიათა რიცხოვნობის შესახებ, რომელიც სამხედრო ისტორიის ბლოგზეა განთავსებული და მოკლედ ხსნის ამ საკითხს, თუ რა თქმა უნდა დამატებით წერილობით დაგაინტერესებთ ამ საკითხის უფრო ფართო კვლევა და წაკითხვა. მოდი ხა შენ ახსენი თუ რას გულისხმობ ამ რიცხვებით და როგორ манипуლირებდნენ შუა საუკუნეების ავტორები და რის გამოხატვას სურდათ მათ, როდესაც ისინი ხელოვნურად ძდიდნენ ან ამცირებდნენ არმიათა რიცხოვნობებს. ხო, აი სწორედ ეგ მიმართულებაა, რომ ძალიან ორ რაღაცას არ უნდა, სამ რაღაცას არ უნდა ვენდოთ, ჩეხა უცებ სამი დავთვალე, შუა საუკუნეებში მატიანეში, ერთი დიალოგებს, მეორე სიზმრებს და მესამე რიცხვებს. არც ერთის ნდობა არ შეიძლება და რატო? აი აქ ხო ცხადია, 12,000, 90,000 წინააღმდეგ, ანუ ჯერ ერთი აი ყველა აი რომ მოხსნათ ნებისმიერი რეალობა და თქვათ 90,000 კაცის გამოყვანა შეუძლია 12,000 კაცის ნამდვილ 90,000 კაცი რატომ უნდა გაიყვანო, ხო? ანუ ესეც ხო, ნუ ის არის, მაგრამ ნუ ცალკე არა 90 ფიზიკურად ვერ გეყოლებ. მაგრამ აი რა ხდება ეხა, ესე იგი რა გამოდის, რომ ჟანთა აღწერელი რეალურად, მეტნაკლებად რეალობაში გვეუბნება მოწინააღმდეგეს და საკუთარ რაოდენობას ხო აშკარად ხელოვნურად ზრდის, ხო? იმიტომ რომ დათვლაში ვერ აგერევა ეგ, ის შენ თვითონ არც დაგითვლია, რა თქმა უნდა და ეს რაღაცა კონცეფციას ემსახურება და კონცეფცია რა არის, რომ ხაზის გასმა, აი პროვიდენციალიზმზე როცა ვლაპარაკობ, ყველაზე მეტად პროვიდენციალიზმი ალბათ ჩანს აი აქ. მარტო იმაში კი რომ იქ ამოსვლა ჩვენი ცოდვების გამო რაღაც დაგვემართა. აი ეს არის კონკრეტული ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც ჟანთა აღწერელი მოგვიყვანს იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენი ცოდვების გამო დავისაჯეთ. და ეს რომ რეალობად აქციოს 12,000, 15,000-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ გამოვა ამის სამაგალითოდ, იმიტომ რომ 12,000 კაცით რომ ცის წინაშე რომ 15,000 კაცით დამარცხდე შესაძლებელია. 20,000 კაცით რომ დამარცხდე 12,000-ის წინააღმდეგ თუ ეფექტურად, ანუ გაჯობა რა, შეგიტყვა, რაც ქნეს რეალურად მონღოლები. მეორე ბრძოლაშიც ჩანს ეს, მეორე შემოსვლის დროს, ხო იქ ცნობილი მონღოლური ტაქტიკა, რომ შეგიტყვებს, აგირდაგირებს ხაზს და კარგად მეყო. მაგრამ ის რომ შენ არის 15,000 კაცი, 12,000 კაცის ნამდვილ წააგე, ამაზე ღვთისრისხვად და ცოდვებს ვერ ჩათვლი, მაგრამ ნახე როდესაც შენ იტყვი რომ 90,000 კაცით გავედი 12,000 კაცის წინააღმდეგ, ამით პირველ რიგში ჟანთა აღწერელი გონებს რომ ანუ უეჭველი უნდა მოგვეგო. ხო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო დედამიწის ზურგზე რომ ჩვენ ეს ბრძოლა წაგვეგო. იმიტომ რომ ტიპზე ვართ რამდენჯერ მეტი, რა ვიცი, 8ჯერ მეტნი ვართ, ხო? მაგრამ აი აქ ამბობს მე რომ ნახევარიო, ესე იგი, თათრებისო, ანუ მონღოლების რო გარბოდაო, მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდმო უსჯულოებადა და ცოდვათა ჩვენთათვის. და ქართულთა ჯარი გაიქცაო და ურიცხვი ქრისტიანი მოკვდაო. ნახე? აი აქ უკვე კონტრასტი როცა არის ძალებს შორის მოცემული, უკვე ძალიან ლოგიკურად ებმება, რომ ერთადერთი რის გამო შეიძლება ქართველები დამარცხებულიყავთ, ეს თუ ამაში ჩაერევოდა Deus ex machina, ანუ ღმერთი. ღმერთი ჩაერია, იმიტომ რომ ჩვენი ცოდვების გამო დაგვსაჯა და ამ ომში რომელიც რაღაც ყველანაირია, რაღაც ობიექტური მოცემულობებით უნდა მოგვეგო, ღვთის რიცხვის გამო წავაგეთ. ხო და ამიტომაც ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ჟანთა აღწერელი ამ რიცხვს 90,000 იყენებს თავისი სათქმელის უკეთ გამოსახატავად და საჩვენებლად, რომ აი უფრო ხელისგულზე გაჩვენებს აი ამ
ამბავსო ცოდვების გამო მიდის ჩვენი საქმე ცუდად და აი ამ მაგალითიდან გამომდინარე უკვე ყველა წყაროში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, როდესაც რიცხვებს შეეხება საქმე, ხომ არ არის აქ მიზანმიმართულად და სხვადასხვა მიზნით, ან შემცირებული პირიქით, ან გაზრდილი რაოდენობა. აქ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მონღოლებიც 90,000 იყვნენ და იმად დააკლო, იმიტომ რომ ეს სასაცილოა და ამაზე შენ კი ისაუბრე. აი ეს მინდოდა რომ ჩამერთო ჯამთ აღწერელი თავის სოფხედველობას თუ წერის აი ამ რაღაცა ფაბულაში როგორ იყენებს რიცხვებს, манипуლირებს რიცხვებით და ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ ფრთხილად. ბარემ რომ ეს ბრძოლა დავამთავრო და მე გადმოგცემ სიტყვას, ამ ბრძოლაში ქართველები დავამარცხეთ გასაგებია და მიუხედავად ამისა, ეს არ იყო უკვე თქვი რომ ეს არ იყო დაპყრობის ამბავში, ამიტომაც ისინი მალევე წავიდნენ აქედან, უბრალოდ ავიდნენ ზემოთ და იქ კალკასთან ბრძოლაში რუსები დაამარცხეს. და ეს იყო მონღოლთა პირველი გამოჩენა. უნდა ითქვას აქვე რომ პირველი გამოჩენის შემდეგ, მონღოლთა პირველი გამოჩენის შემდეგ არ ყოფილა ისე რომ ლაშა გიორგი დაჯდა გულხელ დაკრეფილი. მან დაიწყო მოკავშირეების ძიება. ეს ძალიან საინტერესოა, რომ ლაშა გიორგი საკმაოდ სწორად აფასებს საფრთხეს და შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც ანტიმონღოლური რეგიონალური კოალიციის შექმნის მცდელობაც ჰქონდა. პირველი დაუკავშირდა ის არანანისა და ადარბადაგანის ათაბაგს უზბეკს, რომელმაც თავის დროზე მარტო ვერ გაბედა მონღოლთა წინააღმდეგ წასვლა, ჩვენთან შემოსვლამდე მისი ტერიტორიები გამოიარეს მათ და სწორედ უზბეკმა შემოატარა, თუმცა ამ ეტაპზე უზბეკი დათანხმდა საქართველოს მეფის წინააღმდეგას, წინადადებას, ის ასევე დაუკავშირდა ხლათის მფლობელ ალ-აშრაფს, თუმცა ამ დროს ის აიუბიანელთა დასახმარებლად ემზადებოდა წასასვლელად ჯვაროსანთა წინააღმდეგ. და გარდა ამისა, ხლათის მმართველს მონღოლები დროებით მომთაბარულ საფრთხედ უფრო ჰქონდა აღქმული, ვიდრე რაღაცა პერმანენტულ დაპყრობით პრობლემასთან. ანუ ლაშა გიორგის განსხვავებით ხლათის მმართველი ვერ აფასებს სწორად აჩქარად რეალობას, ხო? და ნუ რეალურად დარჩა ლაშა გიორგი და ეს უზბეკი, რომლებიც ემზადებოდნენ მათ გამოჩენას, როგორც წესი გაზაფხულისთვის, მაგრამ მონღოლებმა აქაც აჯობეს და ისინი შემოვიდნენ საქართველოს საზღვრებში ზამთარში და შესაბამისად ერთობლივი ბრძოლა ვერ მოხერხდა, კვლავ მარტო აღმოჩნდა ლაშა გიორგი მონღოლების წინააღმდეგ, იბრძოლეს ქართველებმა გმირულად შეიძლება ითქვას, თუმცა ლაშა გიორგი ამ ბრძოლაში დაიჭრა. ამის შემდეგ არც ამის შემდეგ რაღაცა დაპყრობები არ მოყოლია მონღოლთა ლაშქრობებს და ამის შემდეგ ისინი დიდი ხანი არ გამოჩენილან. ხა რა მინდა ვთქვა, შენი აზრით რა იყო აი ამ წარუმატებლობის გავიგეთ რომ ხა მონღოლები არიან და დაიპყრეს და ამხელა იმპერია შექმნეს, მაგრამ აი მაინც რა იყო რომ ერთხელ შემოვიდნენ, ორჯერ შემოვიდნენ, ორჯერ ვებრძოლეთ, ორივეჯერ წავაგეთ, ხო? შენი აზრით რამ განაპირობა ეს? ხო, ზოგი სხვადასხვა ასევე ფიქრობენ, რომ შეიძლება სამჯერად კი ბატონო, მაგრამ ნუ იქ ცოტა საკამათო ის არის და ამიტომ აღარ შევეხება ის დამაც. ხო, აი ესეთი გენერალური ბრძოლა არის ერთი ხუნანის სველზე ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო მასალა და იმასაც გავაზიარებ პოსტში შემდგომში დაურთავ, რომ ისეთ დაინტერესებს დეტალურად ნახოს ეს სამხედრო კამპანია, თავისი აღწერილია იქ მონღოლების ჯარიც, ქართველების ჯარიც, რაოდენობების საკითხიც არის განხილული და ყველაფერი და ასე რომ კარგი იქნება თუ გაეცნობით მას. ჩემი აზრით ეს მარცხის მიზეზი პრინციპში იგივეა, რაც ყველა სხვა ხელმწიფისა, რომელიც მონღოლებმა დაამარცხეს თავიანთი პირველი გამოჩენის დროს. საერთოდ მონღოლებს ჰქონდათ გარკვეულწილად ის მოულოდნელობის ეფექტი,
რაც მანამდე ფაქტობრივად თურქ-სელჩუკებიც გახსოვს როგორ მოვიდნენ თავის დროზე, გადაუარეს ყველაფერს, რომ წამოვიდნენ იქიდან, ხო? ან ჯერ ღაზნევიანებს გადაუარეს, მერე აბასიანთა სახალიფოს, მერე ბიზანტიას, საქართველოს მათ შორის და ასე გადათხერეს ყველაფერი. ასე რომ გარკვეულწილად აი მონღოლების გამოჩენად ახალი ტალღა მომთაბარეებისა, ახლა შემდგომი თოდაშორის მახსოვს რომ ქართველი ისტორიკოსი ლევან სანიკიძე ამბობდა ხოლმე ტაიფუნი დაიძრაო რა აღმოსავლეთიდანო და მართლაც აი ტაიფუნი იყო ამ თვალსაზრისით რომ აი უცებ გამოჩნდებოდა სწრაფად გადაუვლიდა ყველაფერს და რატომ ხდებოდა ასე მომთაბარესთან ომი ძალიან ძნელი არის ამ შემთხვევაში ჩაულებრივი სახელმწიფოსთვის ხო იმიტომ რომ მომთაბარე შემოდის მოულოდნელად მას არა აქვს ხანგრძლივი ლოგისტიკური ხაზები არ ჭირდება გრძელი ლოგისტიკური ხაზები უკან დართული რომ იმასთან ერთად ნენელა მოიწევდეს შენ ტერიტორიისაკენ და მე იქ ჭირდება მხოლოდ საძოვარი შენ ტერიტორიაზე ჭირდება წყალი ცხენზე ამხედრებული ძალიან სწრაფად გადაადგილდება შემოიჭრება შეუძლია გადარწოს ყველაფერი წაიღოს თან და წავიდეს იქამდე სანამ შენი феодалური ლაშქრის შეკრება გჯერ დაწყებული შესაბამისად ეს ფაქტორი რა თქმა უნდა კარგად მეტყველებს მანამდე ისეთ მაგრამ გარდა ამისა ბრძოლის ტაქტიკაც მონღოლებს აშკარად ჰქონდათ და შესთავაზეს ყველას სიახლეები აი ამ თვალსაზრისით ქართველებს რა თქმა უნდა მომთაბარეებთან უომიათ მანამდეც ხო თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ რამდენიც გინდა ზოგადად თურქმანები იგივე რომლებსაც ქართველი მეფეები ებრძოდნენ შუა იმაში ანუ ახლო აღმოსავლეთში უბრალოდ იგივე ტაქტიკით იბრძოდნენ ისინიც ანუ ეს თურქები ამ შემთხვევაში რა აი თურქოპოლები ჯვაროსნებს უყავდათ ხოლმე დაქერებული ისინიც მასეთი ტაქტიკით იბრძოდნენ როგორც მომთაბარეები მაგრამ საქმე რაშია იცი მონღოლები გაცილებით უკეთესად არიან ორგანიზებულები აშკარად უკეთესად არიან აღჭურვილები და მოტივირებულები ვიდრე ნებისმიერი სხვა მომთაბარე ძალა რომელიც მანამდე მოსულა იმიტომ რომ მონღოლებთან ბრძოლაში ის სხვა მომთაბარეებიც მარცხდებიან ანუ ისინი თვითონ მარცხდებიან თურქებიც მათ შორის ყივჩაღები სასტიკად მარცხდებიან ყველა ჯერს რამდენჯერაც მონღოლებს შეხვდნენ ისინი არა და ყივჩაღებიც ერთ შეხვდით იგივენაირად უნდა იბრძოდნენ ხო ბრძოლის ველზე შესაბამისად ანუ არაფერი არ არის აქ ისეთი გასაკვირი ალბათ მონღოლების პირველი გამოჩენის დროს რომ ქართველები რომელსაც ძალიან უცხო იყო მონღოლი აი ამ თვალსაზრისით და მანამდე ფაქტობრივად არ ფიგურირებს არსად და მართლა ძალიან შორიდან იყვნენ მოსულები ისინი ხო ყარაკიტაის კიდე მიღმა ტერიტორიებიდან ყარაკიტაი ქართველებმა იციან ეს არის აი შუა აზიაში ყველაზე ახლო ჩინეთი ჩვენთან ჩინეთი არ არის მაგრამ ჩინური კულტურის გავლენას განიცდის და ჩვენთვის ჩინეთი ეგ იყო ხოლმე მაშინ და კიტაი და ეს ჩინეთის ისიც ხატაეთიც მანდა შემოვიდა სიტყვა მაგრამ მონღოლები იმის იქით არიან კიდე იმიტომ რომ ისინი მანამდე არ გაერთიანებულან არც ერთხელ და არ ქონიათ ესეთ ორგანიზებული შემოტევა ხო ამავე დროს შემიძლიათ მონღოლები იყვნენ უფრო საშიშებიც რის გამო იცი უფრო ველურებიც იყვნენ ვიდრე ნებისმიერი სხვა ისინი იმიტომ რომ იმათ ისლამი ჰქონდათ მიღებული მაინც რაღაც იდეოლოგია ჰქონდათ რაღაც კულტურა მონღოლი ძალიან უცნობია რა ის არის შამანიზმის მიმდევარი რაღაც წარმართული იმის რელიგიისა არის ყველაზე შორეულ სტეპებში მცხოვრები ამ შემთხვევაში და შესაბამისად ანუ ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს ამას ალბათ გარკვეულწილად იმიტომ რომ მას როცა აღწერენ შემდგომ პერიოდში მიმატიანეები ამაზე ხას უსვამენ ყოველთვის რომ რაღაცა შიშის ეფექტი არსებობდა მონღოლების მიმართ მეორეც მონღოლები იყვნენ ძალიან სასტიკებით ამავე დროს ერთი შეხება ამ სასტიკეს იყენებდნენ მიზანმიმართულად აი ეს ძალიან საინტერესოა ანუ მონღოლი უაზროდ სასტიკი არისო მონღოლი სისასტიკეს იყენებდა ტერორის თვალსაზრისით ანუ ის თუ რაღაცას იარაღად ქონდა სისასტიკე ხო აი ძალიან კარგად იყენებდნენ იარაღად. ანუ ესეც პლუს დაუმატოთ კიდევ ამას ზემოდან და პლუს დაუმატოთ ის მომთაბარე ტაქტიკები, რომელიც ალბათ მაინც მიუხედავად იმისა, რომ მომთაბარეებს აქ უომიათ, მონღოლებს ყველაზე უკეთ ჰქონდათ გათავისებული და გამოცდილებაც გააჩნდათ. უკვე საკმაოდ დიდი ოცნა აქ ჩამოვიდნენ. ნახე, აი თუნდაც აი მათ გაიარეს გზად რამდენი სახელმწიფო შუა აზიაში, ხო, მათ შორის ხორეზმ-შაჰების სახელმწიფო განადგურებული. ამ ჯარს სათავეში უდგანან ჩინგის ხანის ყველაზე გამოცდილი მხედართმთავრები ჯებე და სუბუდაი. ხო და შესაბამისად ხა სუბუდაი, რომელიც ითვლება შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო მოღვაწედ, ზოგადადაც, ხო? ანუ ყველა დამარცხებული ყავს, ვისაც კი შეხვდა ბრძოლის ველზე. შესაბამისად ხა წარმოვიდგინოთ რა მასშტაბის მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად იმ დროის ნაპოლეონს ვებძვით რა ბრძოლის ველზე რა. ხო და ანუ ნაპოლეონსაც თუ არა მის მარშლებს. ყოველ შემთხვევაში, ხო? აი დავუდა ის მასენა რო ყოფილი იყო დაახლოებით ეგრე იყო ჯებე და სუბუდაი და ხა წარმოვიდგინოთ ხა მათთან რა ხელა ისა. და სულაშორის მე კიდევ ის გამახსენდა რომ ლაშაკი იყო დაიჭრა ამ ბრძოლაში. სავარაუდოდ ისრით. სავარაუდოდ მონღოლები ისარს ისვრიან, ხო? სავარაუდოდ ისრით. რიჩარდ ლომგულის ისრით დაჭრილი იღუპება. ანუ აი ეგაც ხედავ ესე გეუბნები ლაშა გიორგი არის ქართველი რიჩარდ ლომგული. ანუ ძალიან და პლუს დავამატებდი რომ მონღოლებისთვის სულ ერთია სეზონი. ხო, კი, ეგეც. ილაშქრებს
და ის მაგალითად რო გავამყარო ისაც შენ თქვი ტაქტიკა შეიძლება იყოს საერთო ყველასთვის, მაგრამ აი როგორ თქვა ეხა მოედანზე ანჩელოტი რო გაიყვანს 4-3-3-ით ხალხს და მე რო გავიყვან 4-3-3-ით ხალხს, ტაქტიკა იგივე იქნება, მაგრამ გასაგებია, ხო? ჩემი გაწვრთნილი 4-3-3 რა შედეგს დადებს და ანჩელოტის რა თქმა უნდა მე გავიმარჯვებ. ხო ანუ სტრატეგია და ტაქტიკა ყველას ერთი და იგივე შეიძლება გქონდეს მომთაბარებს გარსი, მაგრამ ეს განახორციელო შენ ამას რა თქმა უნდა ჯებედას უბუდაი უკეთ გააკეთებს ვიდრე თქვა სავთეგინი ფარცხისის ბრძოლაში. და ნუ ხო რა ქვია სეზონი ველოდებით გაზაფხულზე შემოდიან ზამთარში. ჩვენივად ჩამოაყალიბე რამდენად გეთახმები ბევრი ფაქტორი და ისიც ხო რომ მარტო ანუ ვერ გავერთიანდით ვერავისთან. და აქაც გარკვეულწილად რთული იყო ამ ერთიანობის, იმიტომ რომ ვინა ჩვენ გარშემოვარენ ტიპები, რომლებიც თანაც ჩვენ როგორც წესი მტრულ დამოკიდებულებაში ვართ, ხო? ან არსებული ქვეშევრდომია, ან ვცდილობდით რომ ჩვენი ქვეშევრდომი იყოს, ან კიდევ რა პრობლემაა იცი? მონღოლები ესე მოულოდნელად რომ ესე 10-12000 კაცი მოვარდა და გაირბინეს და წავიდნენ, მათ ჩათვალეს მერე. რომ ეს იყო რაღაცა დროებითი მოვლენა და მორჩა დამთავრდა ამით ყველაფერი და თქვენს რომ რაღაც გვინდა ეს კოალიცია და აღარ გააგრძელეს მერე. არა და თავიდან ძალიან შეშინებულები იყვნენ ისინი და ლაშაკირუს დათანხმდნენ, მაგრამ მერე უთქვამთ, რომ არაო, აღარ გჭირდებაო, იმიტომ რომ ისინი რა ვიცი ხა მოვლენო კიდე საერთოდ, იმიტომ რომ აი ესეც ინფორმაციის ნაკლებობი. სხვადასხვა ამაზე შეიძლება მახსენდება ხოლმე რომ ადანაშაულებმა ხოლმე შეიძლება ლაშაკირულის რომ მანო დავითის დროს არსებობს სტოვართა ინსტიტუტი გაანადგურაო და აღარ უარგოდაო ამ პერიოდში ქართულ მეფეებსო. ჯერ ეს ერთი სტოვართა ინსტიტუტის ესეთი რაღაცის კონკრეტული ორგანოს ჩამოყალიბების შესახებ საერთოდ არანაირი ის არა გვაქვს რაღაცა ერთი კონკრეტული იმის გარდა სადაც დახსენები არიან უბრალოდ სტორები, ხო? და მეორე სამ შემთხვევაში ხო მონღოლების შესახებ არც ერთი იმ პერიოდის სახელმწიფოს არ ქონდა ინფორმაცია. მათ შორის ხორეზმ-შაჰების სახელმწიფოსაც კი, რომელიც გვერდითაც ახლოს ცხოვრობდნენ მონღოლები, იმიტომ რომ მათ ყველაზე არასწორი ტაქტიკით იბრძოლეს მონღოლების წინააღმდეგ, რაც კი შეიძლება ადამიანს გამოეყენებინა. ანუ ლაშა-გიორგი კიდევ უფრო კარგად ეუბნა იმას მონღოლებს, ვიდრე ხორეზმ-შაჰი მუჰამედი ებრძოლა თავის დროზე. ასე რომ დავითვალისწინოთ ეს, რომ ან ეს სტორები აქ არაფერ შუაში არ არის. ზოგადად შუა საუკუნეები ეს არ არის რაღაც თანამედროვე ეპოქა, მაშინ ინფორმაციის გადაცემა, ამხელა სივრცეებში მოძრაობა, მით უმეტეს სტეპებში, უზარმაზარ ევრაზიის სტეპებში ასე მარტივად არ ხდებოდა. ასე რომ მე პირადად არავითარ შემთხვევაში არ დავადანაშაულებდი არც ლაშა-გიორგის და არც რუსუდანს, აი ამ კუთხით, რომ აი მათ სტოვარი არ აყავთ და ვერ გაიგეს ამის შესახებ. შენს აი ამ აზრს მე კიდევ უფრო განვორცობ და შევეცდები კიდევ უფრო გავამყარო და რას გულისხმობ, რომ უკვე ტექსტში რო ჩავიხედოთ, ხო? ჟანთა აღწერელთა რო ჩავიხედოთ, როცა აღწერს რომ ჩვენ რო დაგვამარცხეს, მერე რაქნეს მონღოლებმა. და იქ წერია რომ ესე საკვირველი საქმე გააკეთესო. ანუ რომ წავიდნენ დარუბანდში რაღაცა გადავიდნენ, მოიარეს, ანუ აღწერილია მთელი ეს ახლა მარშრუტი ჯებეცი და სუბუდაის ჩვენთან შემოსვლის შემდეგ, ხო, რაც ქნეს. და ამას ჯანთა აღწერელი უწოდებს, რომ ორჯერ იმეორებს, რომ ესრეთ საკვირველი საქმე გააკეთესო. ანუ წარმოუდგენელი რაღაცა არის ის სისწრაფე და მასშტაბი შესაბამისად, ანუ ამ მასშტაბის ტერიტორიის სივრცეზე ასეთი სისწრაფით ბრძოლით გადაადგილება ჟანთა აღწერლისთვის, რომელიც ინფორმაციულობის თვალსაზრისით არაფერი დაეწუნება და მონღოლებზე იდეალური ცოდნა აქვს უკვე მას თვითონ, ხო? ეს ხო სალცახად ჩანს ტექსტში. ჩინგის ყაენზეც და როგორ გაერთიანდა და მთელი ამბები, ხო? მე და გრიგოლ ლაკანელის მოისართა ტომის ისტორია ხო არ ქონდა წაკითხული ჟანთა აღწერა? ალბათ ქონდა. ალბათ, ხო. ამას ახლა ხო პრინციპული უშრობა არ აქვს, საიდან აქვს ინფორმაცია, მაგრამ აქვს. მაგრამ ნახე, უკვირს რომ თან ტიპი ხო მიდრეკილია რომ აი რაღაცა ლაშა-გიორგი რაღაცნაირად დასდოს ბრალი, ხო? რაღაცაში. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ ჟანთა აღწერელი აბსოლუტურად ყველაფერს უკავშირებს ღმერთის ნებას და რაღაც პრაქტიკულ, პრაგმატულ მიზეზებს არ ეძებს. ამას ვერ ვიტყვით ჩვენ იგივე დასაწყისში. განძის იმასთან ძალიან პრაგმატული არგუმენტი მოჰყავს ჟანთა აღწერელს ლაშა-გიორგის პირით, რატომ უნდა დასაჯონ განძელები.
იმიტომ კი არა ღმერთი, არაფერ არასაკუთარ ნახსენები ღმერთი, კი რომ ამას თუ არ დავჯით, სხვები აყვები, რაც არის ზუსტია, ხო? ანუ მეტია ეხა თანამედროვე ისტორიკოსებიც მეტი რა უნდა თქვას, განძა მაგიტომ უნდა დაბრუნებოდა მორჩილებაში, ამიტომ უნდა დაბრუნებულიყო, რომ პრეცედენტი არ შექმნილიყო. ამ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსი იგივე აქვს ნათქვამი ლაშა გიორგის. ანუ ჟამთახსევლისთვის რაღაც მიზეზის თუ რაღაცის ახსნის ამბავში მარტო ღმერთი არ არის, ხო? შესაბამისად აქაც კი ასეთ ვითარებაში შესაძლოა მას რაღაცნაირად გაემტყუნებინა, რომ რა ვიცი, აი ისე გადაყვა ჭამასმას, რომ გამოეპარა მონღოლების მოსვლა, ხო? ვინ დაუშლიდა ამის თქმას. მაგრამ ეს არ წამოდგინოთ, რადგან იქ რაღაცა რიცხვები მოიტყვა, ესენი აფერისტები არიან, ყველანი და ტყუილს წერენ. არა, ეგრე არ არის. შესაბამისად, აქ თვითონაც გაკლირვებულია, აი ამ მთელი ამბით, ეს ჯებედა სუბუდაი იქიდან ჩვენთან და მერე სხვაგან რასიჩქარით მოძრაობენ და თვითონ რადგან გაკვირვებულია და ვერ ხვდება ამას როგორ აკეთებენ, შესაბამისად არც ლაშა გიორგის დებს ბრალს რომ როგორ ვერ გათვალა ეგო. აქედან გამომდინარე ეს ბრალდება რომ აი მოშალა რაღაცა სისტემა რომელიცაც თურმე კონტროლზე უნდა აეყვანა მონღოლური ჯარის გადაადგილება, ეს არის ჩემი აზრით არასწორი ბრალდება. იმიტომ რომ ვერ იზამდა ამას და წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებენ მონღოლები და მონღოლთა ლაშქრობების წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორედ მათი ეს ამგვარი გადაადგილება, არაბუნებრივად სწრაფი გადაადგილება სხვა ყველა ძალასთან შედარებით. წარმოგიდგენთ, შენ რო გონია რომ აი რაღაცა სადღაც აი იმ სივრცეში შეიძლება იყვნენ და მოდი იქ წავიდეთ და დავხვდეთ და ვეომოთ და ამ დროს შუა გზაზე სამი მხრიდან დაგატყდება თავს ეს ტაიფუნი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შენთვის წარმოუდგენლად სწრაფად მოვიდნენ იქ. ასეთი ძალა არის მონღოლური სამხედრო მანქანა, ასეთია და შესაბამისად ეხლა რა ის სტოვარი უშველი და მაგას აგერ პირი აქვს დაღებული ჟამთახსეველს, გაგიჟებულია ეს რა გააკეთეს. ამიტომაც კი ბატონო ეგ ბრალდება არ არის თლაც სწორი. და ანუ რაც მოხდა ცუდი ის არის რომ დაიჭრა ლაშა გიორგი და გადაყვა ასე ვთქვათ ამ ჭრილობას და ამ ბრძოლების შემდეგ რუსუდანი უნდა გაეთხოვებინა შარვანშაჰზე ათხოვებდა, მაგრამ ამ ქორწილის ორგანიზებაში იყო, როდესაც ლაშა გიორგი გარდაიცვალა და ეს ქორწილიც ჩაიშალა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცა უნდა მოხდეს. და აი ბოლო ეპიზოდია საინტერესო, როდესაც შეავედრებს, ხო? ლაშა გიორგი აი მემკვიდრეობის საკითხი ახლა შემოდის და რას გვეტყვი მაგაზე? კი, იცი რა არის, ლაშა გიორგი ძალიან საინტერესო არის, რომ სიკვდილის წინ აი დაახლოებით ახლა გამახსენდა დავით მეხუთის ანდერძი გიორგის რომ აბარებს რომ აი ჩემი შვილი რომ ამ შენი მეფეო და მეეო ჩემი შვილი რომ გაიზრდებაო ის გაამეფეო დემნაო, ხო? აი დაახლოებით მსგავსი ეპიზოდი გვაქვს თითქოს ჩვენ აქაც ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ლაშა გიორგიც იგივე საკეთებს, იმიტომ რომ მისი ვაჟი არის უკანონო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახე როგორ რაღაცას ეუბნება რუსუდანი, ჯერ ხო თავის და შეავედრა დარბას და ასე მიმართა, რათა მეფე ყოთ იგ შემდგომად ჩემსაო, ანუ ეუბნება რუსუდანზე. ხოლო დასა ჩემს რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღვთისა და სასმენლად თქვენ და ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მხედრობა, რომელ დავით მეფე ყოს და იგი დაადგინეთ მეფე და მემკვიდრეთ მეფობისა ჩემისა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ უკანონო შვილია ლაშა გიორგისთვის, მიიჩნევს, რომ ის არის მემკვიდრე, ის უნდა გახდეს მეფე და ავარებს რუსუდანს, რომ აი შენ ფაქტობრივად რეგენტი იყავიო. მანამდე სანამ ჩემი შვილი გაიზრდება და მე ეს დავითი უნდა გახდეს მეფე, იმიტომ რომ მე ასე სურს ჩემი ანდერძით ასე ვტოვებ. და შესაბამისად აი დავით ულუს მამამისის ანდერძითაც ესე გამოდის, რომ ეკუთვნოდა სამეფო ტახტი. თუ რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო შვილი იყო, ხო? ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ამაზე, რომ არ იყო ამ შემთხვევაში აუცილებელი მაინც და მაინც რომ ის უმცროსი იქნებოდა თუ უფროსი თუ გვერდითა შტოდან თუ შემდეგ, ხო? თუ სამეფო საგვარეულოს ეკუთვნოდა ამ კუთხით, თუ მას მხარდაჭერა ექნებოდა ამ შემთხვევაში და ძლიერი მეფეტოვები და მემკვიდრეთ და ფეოდალები ხას და უჭერდნენ, შეიძლებოდა მაინც რომ მეფე გამხდარიყო.
მომხდარიყო და აქ არ არსებობს რაღაცა კონკრეტულად დაწერილი კანონი ამისი. მაგრამ რა თქმა უნდა შემდგომში ყველაფერი ცოტა სხვანაირად წარიმართა და ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ ამის მომდევნო ეპიზოდში, იმიტომ რომ რადგან დღევანდელი ეპიზოდი ლაშა გიურგიზე გაცილებით უფრო ვრცელი გამოგვივიდა, ჩემი აზრით ვიდრე ველოდით კი და მე გადავწყვიტე რომ გავაკეთოთ ორ ეპიზოდად, ამ შემთხვევაში მეორე ეპიზოდი მარტო რუსუდანს რომ მიეძღვნას ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ იმ დროსაც ძალიან ბევრი რამე ხდება და ამიტომაც აი დაახლოებით რამის ვისაუბრეთ, ერთი ამდენი მინიმუმ დაჭირდებოდა კიდევ დრო ამ თემის განხილვას, ასე რომ უფრო მეტი სიამოვნება რომ მიიღოთ თქვენც მსმენელებო, ამისთვის კიდევ ერთ ვრცელ სამეფო კარის თამაშებს შეგიწერთ, ამჯერად უკვე რუსუდანის მეფობის პერიოდზე და რა თქმა უნდა მე იმას მომავალში მიყვება მონღოლური პერიოდის შესახებ, დავით ულუსა და დავით ნარინის შესახებ ეპიზოდები. მადლობა ნიკა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ მსმენელს კი მოუწოდებ რომ გამოიწეროს და მოიწონოს პოდკასტი, გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ ვისაც აინტერესებს ისტორია, განსაკუთრებით ან ვისაც უნდა რომ გარკვეულწილად რაღაცა ცოდნა გაიმდიდროს ამ თვალსაზრისით და დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე. ნახვამდის.